მოგესალმებით, ვიწყებთ ჩვენს პოდკასტს თავისუფალი მაგი და მის მეხუთე ეპიზოდს. და დღევანდელი თემა, რომელზეც მოგვიწევს საუბარი, შეეხება ადამიანის უფლებების საერთაშორისო დონეზე აღიარებას. რამ გამოიწვია ეს, რამ აიძულათ სახელმწიფოები შეთანხმებული იყვნენ იმაზე, რომ ის რაც მანამდე ზოგიერთი სახელმწიფოს შიდა სახელმწიფოებრივი საქმე იყო, გამხდარიყო უნივერსალური, ანუ საყოველთაო. და რაც თავარია, თუკი ჩვენი პოდკასტის ყურება გინდათ, შეგიძლიათ გამოიწეროთ არხი მისმინე და დაგვიდოდოთ ყოველ პარასკევს 22 საათზე, როდესაც ჩვენი პოდკასტის ახალი ეპიზოდები დაიდება. დღეს კი ჩვენი სტუმარი, ჩემი და საბა ბრაჭველის სტუმარი იქნება ადამიანის უფლებათა იურისტი ეკალონ თათიძე, რომელსაც პირველ რიგში მადლობას ვიტყვი, რომ ჩვენთან ერთად არის და დარწმუნებული ვარ, ძალიან საინტერესო ამბებს მოვუყვებით და გავიხსენებთ, როგორ და რა გზით გაიარა, ესე ვთქვათ, რა გზით გაიარა კაცობრიობამ ის, რომ ადამიანის უფლებები გამხდარიყო საყოველთაო და უნივერსალური ფასეულობები. დავიწყოთ მე მგონი ჩვენი საუბარი. პირველად ესე ვთქვით, ვიწყებთ ხოლმე საუბარს. და ხო, და ვცდილობთ, რომ სხვადასხვა პატარა მცირე მარნების მიერ დაყენებული ბუნებრივი ღვინო მოვიტანოთ და გავუზიაროთ სტუმრებს. თან მოვისმინოთ, მე ვიცი ხოლმე რომელი ღვინოა, საბა მარიცის, არც სტუმარ მარიცის წინასწარ. ვერც ხვდები ხოლმე დიდად. ინფორმაციული ასიმეტრია. ხო, არსებობს კარგი ღვინის ერთი აღწერა, რომელიცაც რომ დალევ, რომ არ დაგავიწყდება. ანუ ის კი არა, რაღაც ეს გემო ქონდა ის, ანუ არ დაგავიწყდა, იმენად კარგი იყო ეგ არის. ესე რომ დავიწყარ ღვინოებზე შეგიძლია გააკეთო აქცენტი, რამდენი ქულა ალბათ. ერთი ეგეთი მახსოვს, რომელიც იყო, მაგრამ ხო, ძალიან კარგი, ძალიან კარგი. ხო, მე ამ ღვინოს დავასხამ ამასობაში და თან მე ნენელა შეგვიძლია გადავიდეთ საუბარზე. ამას ყველაზე განსხვავებული ფერი აქვს, მე მგონი, რაც აქამდე გქონია. ოკეი, ნახოთ როგორ იქნება. ეს წითელია ხო ალბათ? ხო, წითელია. მოწითალოა. მეწამული როგორც ერთ პატივცემული. ეგ საინტერესო ის იყო, რა ქვია. კი. ხო, აი ნახეთ აბა რაღაც ცოტა ისეთია. მე ძალიან ვარჩიე ეს ღვინო და თავისი ძალიან ხალისიანი. გემოთიც განსხვავებულია. გემოთიც რაღაც განსხვავებულია. გვინდა რომ დასავლეთ საქართველოსთან არის. ხო, დასავლეთი არ გეთანხმებით მაგაში. ცხადია. სიმჟავეზე ვიყდი. ჭურის ღვინოს გავს მე მგონი. არ ვიცი. ხო, ქვევრის არ თუ არა, ხო. გემოზე ნაკლებას იყოფა ხოლმე, მაგრამ ტექნოლოგიურად შეიძლება ეგრე იყოს ბატონო. და როგორც ვიცი, მისი დამყენებელი ყველა ღვინოს ქვევში აყენებს იდეაში, რაც ვიცი ესე რომ ჭურში იმერეთ როგორც იტყვიან. ხო. ну თავარია ეს ამ ჯიშზე ძალიან საინტერესო რაღაცას მოგიყვებით მე ბოლო პერიოდში ძალიან კარგი კვლევა გაკეთდა და მაგას ბოლოში კი. მაგრამ თქვენ გაქვთ ვერსიები ჩავხდის უფლება თუ კი. აი ბატონო. კარგი, მოგეთ დავიწყოთ მე მგონი თან საუბარი. ადამიანის ფერზე შევთანხმდით რომ ესე კატეგორიზაციით. ხო, ციტელ ღვინოს განეკუთვნება. ინტენსიური არ არის ეს ფერი, ცხადია, რაღაც ისეთია, ხო? ღია, ცოტა გადასულია აგურის ფერის კენაც, ესე შეგვიძლია ვთქვათ. ეგ ნიშნავს ციტელ ღვინოში, რომ ესე იგი თლადახალი არ არის. ანუ ახალ ღვინოებს მიაკუთვნება ციტელ ღვინოს, რომელიც 3 წელზე ნაკლების არის ასაკით და რაც უფრო მეტ ასაკში შედის თითელი ღვინო უფრო ღიავდება და პირიქით თეთრი ღვინო რაც უფრო მეტ ასაკში შედის უფრო მუქდება. აი ეგეთი წესი არის, ანუ ოქსიდაცია მოქმედებს თეთრ ღვინოზე პირიქით. სხვადასხვანაირად. მოდი, ამ ამბავს რომ დაუბრუნდეთ, ახლა დღეს რაზეც უნდა ვილაპარაკოთ, ანუ დღეს მერის ინტერესი მაქვს ესე რომ ვთქვათ. ანუ ჩვენ ყველამ ვიცით რომ არსებობს რაღაცა სტრასბურგები, არსებობს რაღაც გაეროები, სადაც ადამიანები მიდიან, უჩივიან თავიანთ სახელმწიფოს და მე ეს სტრასბურგები და გაეროები და ევროკავშირის თავის სასამართლოს კიდევ ლუქსემბურგში, ხო? დგებიან და მარსაჯულების სასამართლო, ხო? და დგებიან ეს სასამართლოები, რომლებიც საერთოდ არ ეკუთვნიან და უშუალოდ საქართველოს ან სხვა სახელმწიფოს იურისდიქციას, ხო? და აუქმებენ ამ ქვეყნების კანონებს, აუქმებენ ამათი სასამართლოების გადაწყვეტილებებს, აუქმებენ ამათი მთავრობების გადაწყვეტილებებს, სამისრებს და ასე შემდეგ. და საბოლოო ჯამში მე იქამდე მინდა მივიდეთ, რომ ანუ პირველ რიგში როგორ მოხდა, რომ ესეთი რაღაც საერთოდ არსებობს. და გვჭირდება საერთოდ რომ აი ყავდეს რაღაცა ეს მითიური სტრასბურგი, სადაც მეც მაქვს მაგალითად საქმე წაღებული ხო? და ამ სასამართლოს იდეაში შეუძლია რომ აქაური სასამართლოს გადაწყვეტილება გააუქმოს
და საერთოდ არ ექვემდებარებოდა საქართველოს რაღაცნაირად ნორმატიულ სამართლებრივ სივრცეს, ესე რომ ვთქვათ, სადღაც განყენებულად გქონდეს და აქ გვიწყვეტდეს როგორი კანონები გვინდა და როგორი არ გვინდა. ეს ცოტა უტრება მეგონი, ესე დავარქვათ, ხო? მე მაგისტრის ვარ. მგონი პოდკასტიც იძლევა მაგის საშუალოს ფორმატი. ხო. მე დავიწყოთ მოდი იმით, რომ ხო რა, საიდან გაჩნდა დავიწყოთ, ხო, რა უძღოდა წინ იმას, რომ გაჩენილიყო გაერო. საერთაშორისო მექანიზმები, როგორც უწოდებთ ხოლმე. ადამიანის უფლებების მექანიზმები ალბათ. ხო, რა თქმა უნდა. ესე იგი, ადამიანის უფლებების განვითარება შეგვიძლია გავუყოთ ორ ნაწილად. ერთი არის მე-20 საუკუნემდე, რაც ხდებოდა და ეს ხდებოდა ეროვნულ დონეზე და მეორეა მე-20 საუკუნის მერე, განსაკუთრებით მეორე მსოფლიო ომის მერე. რაზეც უკვე პასუხისმგებლობა აიღეს საერთაშორისო ორგანიზაციებმა. მათ შორის იმ მექანიზმების მეშვეობით, რომლითაც ხდებოდა ამ საერთაშორისო ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის, როგორც სამართლის აღსრულება, რაც თავისთავად მოითხოვს ან სასამართლოს, ან კვაზისასამართლოს, როგორც არის მაგალითად გაეროს უფლებათა კომიტეტი. და ესეთი ბევრი კომიტეტებია, რომელთა გადაწყვეტილებებით ჩვენთვისაც სავალდებულოა. ჩემთვის პირადად, როგორც ადამიანის, რომელსაც ძალიან აინტერესებს ამბები, უფრო მნიშვნელოვანია ის, რაც ხდებოდა ქვეყნების დონეზე. იმიტომ რომ ეს უფლებები არ გაჩენილა ჰაერიდან. ამ უფლებებისთვის ძალიან ბევრი ადამიანი მოკვდა. ამ უფლებებისთვის ძალიან ბევრმა ადამიანმა წარმოუდგენელი მსხვერპლი გაიღო. იმიტომ რომ რაღაცა ეტაპი დადგა კაცობრიობის განვითარებაში და რა თქმა უნდა ამ შემთხვევაში უფრო მეტად გულისხმობთ განმანათლებლობის ეტაპს. როცა ადამიანმა გადაწყვიტეს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია მათთვის ემპათია. მაგალითად მონობის აკრძალვის გზით, ალბათ ხო? კი ბატონო, მონობის აკრძალვის გზით, თუნდაც ერთი მაგალითი ეს არის. თუმცა მონობის აკრძალვამდე, რაც უფრო დაიწყო სადღაც მე-18 საუკუნის 1720 წლიდან დაიწყო პრინციპში მოძრაობა. ხო. მაგრამ აი ესეთი 10 წლის წერტილი, როცა დაიწყო ფიქრი უფრო მეტად ადამიანის უფლებებზე, მიიჩნევა, რომ არის პერიოდი მე-18 საუკუნის დასაწყისიდან, როცა ადამიანებმა დაიწყეს აქტიურად ნოველების კითხვა. ესეთი ფრანგი რევოლუციის მკვლევარია ლინ ჰანტი, რომელიც ამბობს, რომ ნოველებმა შეასრულეს განსაკუთრებული როლი ადამიანის უფლებების შექმნაში. ახლა თავისთავად შექმნა არ არის კაი სიტყვა, იმიტომ რომ ხო, მაგრამ აღმოჩენა ჩვენ ხო გჯერა რომ ჩვენ ასრულებები დაგვყვა, მაგრამ ჩვენ თავში აღმოვაჩინეთ. ხო, აი რა ვიცი, ახლა რამდენიმე წლის წინ აღმოჩნდეს ახალი ორგანო ადამიანის ინტერსტელარი ქვია, მაშინ რო ინტერსტელარი ქვია, რაღაცას რაღაც რაღაც სხვა ქვია, მაგრამ ნუ ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენი ორგანოებსაც კი ახლა აღმოვაჩენთ. ახალი ფერი აღმოაჩინეს, რომელსაც ვერ ხედავთ თურმე და ახალ რაღაცებს სულ აღმოაჩინეთ. სულ აღმოაჩენთ ჩვენ თავთან დაკავშირებითაც და გარსაყვართან დაკავშირებითაც და ანუ ეს აღმოჩენა უკავშირდებოდა იმას, რომ ადამიანებმა, რომლებმაც დაიწყეს ნოველების კითხვა, შეძლეს რომ განეცადათ ემპათია თავისი კლასის მიღმა. ანუ რა ყველა ცნობილი ნოველები, რომლებიც იყო რუსოსი და ესეთი მწერალი ყოფილა რიჩარდსონი, მე-18 საუკუნეში ინგლისელი მწერალი, ეს იყო ქალების ისტორიები. ეს იყო ქალების ისტორიები, რომლებიც არ იყვნენ მაღალი კლასის ქალები, ეს იყვნენ მოსამსახურეები, ესეთი შეიძლება იყვნენ საჭრელი ბურჟუების, თქვათ, მეწარმეთა ოჯახებიდან ძალიან საშუალო ფენის ხალხი, რომლებიც იბრძვიან იმისთვის, რომ მათ ღირსებას პატივი სცენ, რომ მაგალითად მშობლებმა არ აიძულონ დაქორწინება იმ ადამიანზე, ვთანაც არ უნდა ქორწინება, რომ ადამიანმა რომთანაც მუშაობს პატივი სცეს, არ მოახდინოს მისი სექსუალური თავისუფლების შელახვა, არ მოახდინოს მასზე ძალადობა, რომ პატივი სცეს მის გზნობებს, მის სიყვარულს და აი უამრავი წერილი არსებობს მაგალითად იმის ამსახველი, რომ კაცები, რომლებიც კითხულობდნენ ამ ნოველებს, როგორ განიცდიან ამ ქალთან ერთად, რომელიც იყო მთავარი გმირი. ნუ მხატვრული ლიტერატურის, კინემატოგრაფიის მოგვიანებით ხო, მთავარი არსი ან განმანათლებლობა მარტო ის არ არის, რასაც ამბობ, რომ წიგნში წავიკითხე მეცნიერული მოსაზრებები. ანუ თავარი ამ წიგნის საყოველთაობას რაც ახდა იყო განცდა, ხო, ემოციები, რომელსაც ავიც ახლა მე ცოტა მეცნიერებად დაარქმევს ამას, რომ ადამიანი რომ ამას იგებს ამბავს მისი სარგისებრი ნეირონების მეშვეობით აკუთვნიერ საკუთარ თავზე და მე გადააქვს სხვაზე და
ეს განცდა ზდის ადამიანს. ამიტომ ნაკითხი ადამიანი არნიშნავს განათლებულ ადამიანს ხშირად იციან თქმა. ანუ ნაკითხი არის ტექსტი რო წაიკითხა და განათლებულია რომელსაც განიცადა. სხვაშორის ნაკითხი ტერმინი ნაკითხი სულ მახსენებს საბჭოთა კავშირს. იმიტომ რომ საბჭოთა კავშირის დროს მესმოდა ადამიანებზე რომლებიც ძირითადად არ იყვნენ კარგი ხალხი. ნაკითხი ინტელიგენტები. მგონი რომ პირდაპირ მნიშვნელობით ნიშნავდა წიგნების რაოდენობას რომელიც ჰქონდათ საკითხული. რომელშიც ვერაფერი ვერ განიცადა. ვერ გაიგეს, ვერაფერი ვერ მაგრამ გაიგეს. აი ვიქტორ ჰიუგოს ერთი მოთხრობა გამახსენდა, მაგან ითამაშა მეგონი ძალიან დიდი როლი ეს გილიოტენის ამბავის შესუსტებაში, ეს რომელზეც ნუ მაშინ პოსტრევოლუციის ეპოქაში ძალიან აქტიურად იყენებენ კლოდ ге რომ არის, სადაც ეს ადამიანი ჰიუგო ამბობს, ყვება კაცზე, რომელმაც შიმშილის გამო მოიპარა ერთი ცალი პური და მე თავი წააჭრეს და ამ ნოველის ბოლო რამდენიმე გვერდი არის ამ ჰიუგოს მონოლოგი, სადაც ამბობს, რომ აი ამ ადამიანის თავს რო აჭრი, აი ამ თავის კულტივირებისთვის, რაღაცა გამოყვებისთვის, გაზრდისთვის, ასე შემდეგ, შენ რა გააკეთე როგორც საზოგადოებამ, რა მარტო დასჯა რო შეგიძლია, ასე შემდეგ და კაი დიდი გამოხმაურება ქონდა მაშინ და შენელდა ეს სიკვდილი დასჯები. ნუ კი გაგრძელა საფრანგეთში რაც მე საუკუნემდე, მაგრამ აი ძალიან საინტერესო რაღაცა თქვა ახლა ეკამ, რომ ალბათ ამაზე არ ვფიქრობთ ხოლმე რა, რომ ერთი არის უფლებები ვიღაც მეცნიერებმა ან რაღაც პოლიტიკური დაპირისპირების შედეგად გარკვეულმა ჯგუფებმა აღმოაჩინონ მოიპოვონ, მაგრამ მეორე არის ეს უფლები გახდეს საყოველთაოდ. აი რა როლი ითამაშა განმანათლებლობამ და წიგნის საყოველთაობამ იმაში, რომ უფლებების საყოველთაობაზე მე ხალხს დაეჭირა მხარი, ხო ეგ ძალიან ისეთი ამბავია ამიტომ თანაგანცდა ესწავლათ ადამიანებს. ანუ საზოგადოება რომელიც იყო ძალიან მძაფრად დაყოფილი კლასის მიხედვით, სტატუსების მიხედვით აი ამ საზოგადოებაში, რომელიც პრინციპში აგებული იყო იმაზე, როგორ უნდა განგესხვავებინა შენი თავი სხვებისგან, მნოველებმა შექმნეს ის სივრცე, რომელშიც ადამიანი ტოვებდა ამ ყველა თავის განმასხვავებელ ნიშანს და განიცდიდა იმ სხვა ადამიანთან ერთად, რომელიცაც გადიოდა რაღაცა ტიპის განსაცდელს, რომელიც გადიოდა რაღაცა ტიპის განსაცდელს. თავისთავად ეს გამოცდილება იყო ძალიან ღირებული იმისთვის, რომ ადამიანებს გაიგოთ ის, რომ მიუხედავად იმისა, რომ მე და პირობითად კლარის ან რომელიმე სხვა ნოველის გმირი ძალიან განსხვავდებით ერთმანეთისგან, ჩვენ ორივე ადამიანები ვართ, ჩვენ ორივე ამ სიტუაციაში გვექნება ეს განცდები, რომელზეც ეხლა რამაც ხო, საერთო, აი ეს გვაქვს საერთო. აი ზუსტად ამისი აღმოჩენა იყო ძალიან მნიშვნელოვანი და კრიტიკული. რომ აი ამ სიტუაციებში ადამიანი განცდის ამას. როცა ვასწავლდი ხოლმე სტუდენტებს, ხშირად მომყავდა ის მაგალითი, რომ ანუ ადამიანის უფლებებზე ხო ძალიან ბევრი თეორია, თავისთავად უნივერსალს უკავშირდება რელატივიზმი და ასე შემდეგ, მაგრამ აი დარწმუნებული ვარ თქო ყოველთვის ვეუბნებოდი, რომ ვიღაცამ ეხლა რომ დაგარტყას, ვის მიუხედავად იმისა, რომ რომელ თქვენთაგანს დაგარტყამს, ანუ ეტკინება და შეურაცხყოფილი დარჩება, ხო? ანუ აი ესეთი ადამიანის სხეულიდან, თავისი სხეულის აღქმიდან, თავისი იდენტობის აღქმიდან მოდის საბოლოო ჯამში ის, რასაც ჩვენ უწოდებთ ადამიანის უფლებებს. ანუ დაახლოებით რო ვთქვათ, მაშინ ესე იგი ადამიანის უფლებების საყოველთაობა და იმისი განცდა, რომ ყველას ეკუთვნის ან რაღაცა ბევრს ეკუთვნის, გამომდინარეობს იმ შეგრძნებიდან, როცა ადამიანი სხვას ხედავს როგორც თავისიანს და როგორც განსხვავებულს, უცხოს, მტერს და ასე შემდეგ, ხო? ანუ ამ შემთხვევაში უჩნდება ემპათია და უნდა რომ რაღაცა სხვებსაც ქონდეს რაღაცა უფლებები. რაც შენ არ მოგეწონებოდა შენ თავზე? ხო. ან შენიან თავი ქონდა მაგით და სხვაზეც იცოდე რომ ეგეთივე ცუდი ეფექტის მქონია რა. ხო აი ხუმრობა არის ხოლმე ეგეთი რომ აი შეიძლება გაიგებთ საქართველოში რომ აი სტალინი უნდა ამ ამბავს იტყვიან ხოლმე. ხო ანუ უნდა ყველაზე სასტიკი და ბოროტი რეპრესია უნდა. არავინ არ ამბობს თავის თავზე, ყველა ამბობს მეზობელს. ხვის დასახოცად. ხო ანუ ეგ არის, ანუ ის რაც შენთვის გინდა ეს უნდა გინდოდეს ხwistviსაც. ეგ არის ადამიანური და ლოგიკური და არა ის რომ რაც შენ არ გინდა ის უსურო სხვებს. ბიბლიური პრინციპში. ხო. და ხო ის სხვაში ხედავდი ადამიანს. კი. ანუ მან რა თქმა უნდა ეს ერთ დღეში არ მომხდარა, რომ ადამიანებს ერთბაშად დაეტოვებინათ მთელი ეს განმასხვავებელი ნიშნები და გადაელახათ ის რაც კულტურა ამდენი გადაელახეთ ბოლომდე. რა თქმა უნდა ეს საზოგადოება. თუმცა გადაელახა სამართალმა. გადასავალია და არა დანიშნულების ადგილი, მაგრამ საბოლოო ჯამში ეს არის გზა, რომელთაც მივდივართ ადამიანის უფლებების გაფართოებისკენ, აღიარებისკენ. ადამიანის უფლებებმა არსებობა დაიწყოს როგორც პრივილეგიებმა. ეს არის მოცემულობა, ეს არის ფაქტი, ხო? ანუ მაგნა კარტაზე ამბობენ, რომ ეს არის არისტოკრატების უფლებები. საუბარი. აიძულეს. მეფესა და ახლა არისტოკრატებს შორის დათანხმებოდა იმას, რომ
არისტოკრატებს რაღაცები ქონდათ გარანტირებული. თავისი სუვერენიტეტის ნაწილი გადაეცა. აი, მაშინ ხო არ არსებობს ეს სუვერენიტეტი ეგეთი გაგება. sovereign ხო იყო ეს უზენაესი მმართველი, ხო? აი, მაგისი ნაწილი თლად თავისი შტაზე აღარ იქნებოდა საქართველოს მმართველი. აი, მან ცოტა შემოგეკამათები, დამეთანხმებით თუ არა, მაგრამ თავად ის გაგება, რომ მეფე არის სუვერენი, ეგ უფრო გვიანი პერიოდის ამბავია, ვიდრე მე-13 საუკუნის. კი, აბსოლუტურად ის ნაწილია, კი, მართალია. მაშინ მეფე არ იყო ესეთი ძლიერი. და ეგ არის ხო ცოტა ზევით. მაგრამ აქედან რომ უყურებთ უკან, მეფეს იდეაში განვიხილავთ როგორც რაღაცა აბსოლუტურ მმართველს, რომელიც მოდის რაღაცა ღვთისგან. კი და იდეაში ისიც შეუძლია მათ შორის, რომ თავადები დაიბაროს, ცივგომბორის თვაზე და დახოცოს, ხო? და ეგ მთლად ბოლომდე არ შეეძლოთ რა. ანუ ხო სუსტი როცა არის მეფე და ჯვანუმი წაწყო მაშინ იყო შედარებით სუსტი მოდი ესე ვთქვათ, არიშავს კარგს ამ შემთხვევაში იყო სუსტ და მაშინ გამოძლიერებულმა არისტოკრატებმა აიძულეს დათანხმებოდა თავისუფლებით ის რა? კი, საფრანგეთს მაგათ ეხმარებოდა. ხო, კი, რა თქმა უნდა. ნუ მე ინგლისს ეხმარებოდა საფრანგეთში, ბურგუნდიას და ესე შემდეგ მოგედა ეხა ესეთი უმაშინ არის. ტრადიციული ხო, პოლიტიკის ნაწილი. ხო, აი რა თავარი არის რომ კიდევ უფრო შორსაც ეხა აი გაეროს რო ჩახედავთ გაეროს ტექსტებს ხო? პირველ აქტებად მაგნა კარტა კი არ არის მოხსენებული კიროს დიდის დეკლარაცია. ოღონდ ეგ არის უფრო როგორი რაღაცა, იცი რომ მეფემ სხვებს რაღაც უფლებები დაუწერა. ეგ არ არის გაგება უფლებების რომელიც ჩვენ ვიცით, მაგრამ აი თითქოს რომ ეს საყოველთაოა, თითქოს ეს ფასეულობები, რასაც მეფეებიც ხვდებოდნენ ხალხისთვის, რომ საერთოდ უნდა რომ გაეროს ცდილობს რომ თემის ოფიციალს იყოს გასაგები, მაგრამ ცოტა სიმართლეს თვალს გაუსწორებთ და ესე ვილაპარაკებთ, ეგ არის რომ ის რაც იყო სხვებისთვის პრივილეგიები ადამიანებმა მიხვდეს რომ მათაც ეკუთვნოდა და იბრძოლეს ამისთვის როგორც ეკამ თქვა წეხან რომ ბევრი ადამიანი შეეწირა სხვა სიტყვებითაც როგორც მე სხვა იტყვის მოგვიანებით რომ ბევრი სისხლი და უფლი დაიღვარა იმისთვის რომ იქ ყოფილიყავით სადაც ვართ ყველას მოეპოვებინა საყოველთაო გამხდარი იყო რაც იყო პრივილეგია ანუ როგორ გარდაიქმნება რაღაც პრივილეგიები კონკრეტული კლასებისთვის უფლებებად კი ბატონო ხო აი როგორ ხდება ხო აი ფორმულის დონეზე რო გიპასუხოთ ძალიან გავს ანუ ზოგადად ამაზე ხა ეს არადია სადაო რომ ადამიანის უფლებები ეკონომიკის მიზნებისთვის არის საჯარო სიკეთე public good თუ ვიღაცას აძლევ მაშინ ყველას აძლევ იმიტომ რომ თავისი ხასიათი არის არაექსკლუზიური და მგონია რომ ეს არის ადამიანის უფლებების ჯადოქრობა რომ როცა იწყებ ამაზე საუბარს რომ მე რაღაცები მეკუთვნის იმიტომ რომ ადამიანი ვარ თანათან შემოგიერთდებიან ვიღაცები ვინც ამით ისარგებლებენ იმიტომ რომ ვერაფრით ვერ დაიტოვებ ამ მოთხოვნას შენთვის კი ბატონო მართალია აი სხვა შორის ბარონებმაც რომლებიც მეფეს თან ჰქონდათ ომი მაგნა კარტის მიღებას რასულწოდა წინ მათაც ცოტა გავრცელება მოუხდათ ხო ის ორი ასე ვთქვათ მუხლი რომელიც ჩვენ ესე გვიყვარს ეხება არა მარტო ბარონებს არამედ თავისუფალ ადამიანებს რაც ძალიან ცოტა იყო რეალურად ბარონების გარდა ეს მოიცავდა რამდენი ძალიან ცოტა რომელ უფლებაზეა ლაპარაკი მცირე ფერმის ხო ანუ ჰაბიას კორპუსის უფლებები ის უფლება რომ გაგასამართლოს სასამართლო მეფემ რო არ ჩაგაბოს სასამართლოს უფლება ესე ხო წინა ხო წიმსწრები რაღაცა predecessor სამართლის სასამართლოს უფლების ანუ მაგ თუ კი რუსთაველთან აი რომ სამართლე და მოწყალია მეფე, ეგ არ უნდა იყოს მარტო ისე რომ მეფე წყვეტდეს, ანუ მოსამართლეც იყო. არა მოწყალე მეფე თუ შექმნა მე რა შვები. არ მოწყალებაში, მან მოწყალეში რა ზღულისხმოთ მოწყალების გაცემას თუ შეწყალების უფლებამოსილებას არის ორი ვერსია რა. თუ მოსამართლეა მოწყალე შეიძლება ამას ნიშნავდეს, მაგრამ ანუ ჰაბიას კორპუსი ცოტა გვიან არის ხა 1679 წელია როგორც აქტად ჩამოყალიბება, მაგრამ პრინციპი რა არის ხო? პრინციპის დონეზე. ხო, პრინციპის დონე არის რომ ადამიანს რომელსაც გადაგიწყვეტენ და დაგსაჯონ რაღაცის გამო რაღაც დაარღვიე, რაღაც კანონი დაარღვიე. ეს გაარკვიო სასამართლომ და არა მეფემ პირდაპირ ჩასვით დილეგში. აი ეგ არის, ამ გარანტიაზე ვლაპარაკობ. კი, აბსოლუტურად, კი. ძალიან საინტერესოა რომ დღესაც ჰაბიას კორპუსის ეს პრედესესორი, ანუ წინასწრები. მოდი ახლა ჰაბიას კორპუსის რა არის, იმიტომ რომ ძალიან იურიდიულად ხო, სასამართლოზე რო თქვა, აი სასამართლოს უფლება რომ გასამართლდე რაღაცა ისეთ სასამართლოში ხო, მიუკერძოებელში სიტყვაზე ესე რო ვთქვა, ანუ ეგ რომ დაკავებული წარედგინო სასამართლოს. მე-13 და მე-17 საუკუნიდან რომ მოდის და ამდენი ხანი გამოუვლია და თითქოს რაღაცა შეთანხმებამდე ვართ მისული, ეხლა განიხილება შეიძლება თუ არა ადამიანების გარკვეული ჯგუფისთვის ამ უფლების მთლიანად ჩამორთმევა და გაუქმება ხო ერთ-ერთ სახელმწიფოში. მაგრამ ხო, სანამ ეხლამდე მოვალთ პრინციპში ეს ისე ვიქ დავბრუნდეთ პრინციპში ხო პრივილეგიები როგორ ხდება, როგორ გადადის უფლებრივ ჭრილში რა.
ხო, ანუ რა თქმა უნდა, ამას დაჭერდა საუკუნეები. და ის რაც მე-13 საუკუნეში მაგნეტ კარტაში ჩაიწერა, მე როცა მოხდა ინგლისში ეს რევოლუცია და რევოლუციის შემდეგ მიიღეს უფლებათა ბილი, იქ მოახდინეს მაგნეტ კარტაზე აპელირება და თქვეს, რომ ეს არის ჩვენი უფლებები, ეს არის ჩვენი ინგლისელების ისტორიული უფლებები. და ანუ ამ ხრივ აი პატარა ნაბიჯებსაც კი ძალიან დიდი მნიშვნელობა და ღირებულება ჰქონდათ თუ საუკუნეების პრიზმიდან შეხედა. და ინტერპრეტაციებს მომავლიდან. კი, როგორც გჭირდება. და ანუ აი რა თქმა უნდა გამართლებულობამ შეიტანა სასწაული ძალიან მნიშვნელოვანი კრიტიკული როლი, იმიტომ რომ გამართლებულობამ დაინახა ადამიანი, რომელსაც აქვს გონება, რომელსაც შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილებები და აი მთელი ეს თეორია, რომელიც არის ბუნებითი უფლებების თეორია, ეყრდნობა ზუსტად იმის აღიარებას, რომ ადამიანს აქვს გონება, მას აქვს თანდაყოლილი უფლებები, მას შეუძლია რომ იყოს ავტონომიური არსება, აი სამართლის სუბიექტობა დავარქვათ. მე ცოტა მოგვიანებით საერთაშორისო. ესეთი ფლად სუბიექტობის კონცეფცია არ ქონდათ, მაგრამ ამბობენ რომ აი ზუსტად განმავლობის ეპოქას ემთხვევა ისიც რომ ადამიანებმა დაიწყეს თავისი სხეულის აღქმა. რაღაცეები გახდა ძალიან მიუღებელი, ძალიან გასაკიცხი. მაგალითად დაიწყეს იმისი აღქმა, რომ საჭირო იყო ცალკე დაიკმაყოფილებინა თავისი ბუნებრივი მოთხოვნილებები ერთი დიდი თეფშიდან არ უნდა ეჭამათ ყველას, დაეფარათ თავისი ნაკლები და ასე შემდეგ. ანუ ძალიან ბევრი დრო დაჭირდა იმის აღქმას, რომ ადამიანი მენტალურ დონეზე გამოყოფოდა ამ კოლექტივს და აღიქვა თავისი თავი როგორც გაანკერძოებული ინდივიდი. კი, ან თუნდაც ის რომ უცხო ადამიანებთან ძილი, რომელიც მანამდე იყო ძალიან მიღებული, Android-დან იწყება, რომ ადამიანებს უჭირდება თავისი ოთახები, ამის ამ კონცეფციის გამოჩენა ხდება და ამას მოყვა მთელი ეს მისი აღიარება, რომ ადამიანი არის ცალკე ინდივიდი, მას აქვს უფლებები, ამ უფლებებს ეძახდნენ ბუნებით უფლებებს და ამ ბუნებითი უფლების თეორიას თავისთავად ჰქონდა ბევრი წინსწრები. ნუ უფრო ადრე ამბობდნენ, რომ ღმერთისგან არის მოძებული, ცოტა მოგვიანებით ბუნებითი დავარქვით. ბუნებითი, ხო, ანუ პრინციპში აი ისიც ვინც ამბობდა რომ ღმერთისგან არის ბოძებული, ისიც ამ ტერმინს იყენებდა, ხო, თომას აკვინელი, რომ როცა აღწერდა რომ აი მთელ სუმა თეოლოგიკა ქვია ნაშრომს, რომელშიც რეალურად ეს მიზანი იყო ის რომ დაელაგებინა მთელი სამყაროს მოწყობა, ასე ვთქვათ, ღმერთის ადგილი, ადამიანის ადგილი და ანუ აი ამ სისტემაში ადამიანი აღიქვა მან როგორც ადამიანი, რომელსაც აქვს გარკვეული ბუნებითი უფლებები, რომელსაც ეს ბუნებითი უფლებები ღმერთის უფლებებთან კი არ მოდიოდა წინააღმდეგობაში, არამედ კონკრეტული სახელმწიფოების კანონებთან. ხო, ანუ ამბობდა რომ აი კონკრეტულ სუვერენებს, კონკრეტულ მეფეებს არ შეუძლიათ რომ ეს უფლებები შელახონ. ეს არის ისეთი თანდაყოლილი უფლებები, თუმცა რა თქმა უნდა ეს თეორია, ბუნებითი უფლებების თეორია აქ არ დაწყებულა. ეს მას ანტიკურ საბრნეთში ჰქონდა საფუძველი და ალბათ ყოველთვის ყველაზე ცნობილი ადამიანი, რომელმაც მოითხოვა თავისი ბუნებითი უფლებები, ანტიგონია, რომელმაც თქვა, რომ მეფის კანონები ვერ შეცვლის იმას, რაც ანუ ამ უფლებების, ძირითადი უფლებების, ბუნებითი უფლებების დაბადება იქნება თუ რაღაც აღმოჩენა, როგორც შეთქვა პრინციპში, უკავშირდება იმას, რომ ადამიანებმა აღმოაჩინეს საკუთარი თავი, როგორც ცალკე მყოფი, არა თემის აუცილებლად ნაწილი, პირადი სივრცის საჭიროების მქონე და ასე შემდეგ ადამიანი. როგორც ადამიანი. ადამიანის გარშე ადამიანის უფლებები არ გვაქვს. კი. აი და ძალიან ჭირს დღევანდელი გადასახედიდან, ანუ ესეც ის არის, რომ როცა წარსულზე ვლაპარაკობთ, ჩვენ რა ძალიან გვეფარება თვალწინ აწმყო, იმიტომ რომ ხსადაც ცხოვრობთ და როგორია საზოგადოებრივი მოწყობა, კონტაქტები ერთმანეთთან ადამიანების, აი წარსულზე ვლაპარაკობ, გონია იქაც ისე იყო რა და სრულიად სხვა გაგება იყო რაღაცების და ეს თუ არ გავიაზრეთ იმ ეპოქას, უნდა შევხედოთ იმ ეპოქით, სადაც ეს ხდება, ხო? ცოტა ძალიან გვიჭირს ხო. მე იცი რა მინდა გავხსენო კიდე ძალიან აი მაგნა კარტაზე რო საუბრობდით და ხშირად მიყვარს ხოლმე ამის ხაზგასმა და ეხლაც ვიტყვი რომ არ არის აუცილებელი რომ უფლებების აღიარებისთვის იბრძოდნენ ანგელოზები რა ესე თქვა. ანუ ხშირად არა კარგი, ეს თქვა, არა რეპუტაციულად კარგი ადამიანები იბრძვიან ხოლმე საკუთარ ინტერესის დასაცავად, რომელსაც ამ დაცვის პროცესს ყველა ხვდება, რომ არის სწორი, თუმცა ეს ადამიანი საერთოდ არ მოგწონდეს და ამის შემდეგ მიიღებ უფლებებს. აი მირანდას ამბავი მინდა მოყვა მირანდას ამბავი არის, მეგონი, კარგი, მაგრამ ჩვენ კი ვიცით ახლა რა ზევლაპარაკობთ, მაგრამ მარტივად რო ახსნა ეს არის ადამიანი, რომელიც ბრალდებულია ნარკოდანაშაულებში, ნარკორეალიზაციაზე, ესე ვთქვათ, ეს არ არის ნარკოტიკების მომხმარებელზე ავლაპარაკობ. ბარიგა. ნუ ხო რა ვიცი, დავარქვათ ესე კი ბატონო, რომელსაც აკავებს პოლიცია,
წარედგინება სასამართლოს და ეს და მე რამოს როკაც მე კი ყველაფერი მოუყევი ამა თუ რაც მითხრესო, მაგრამ არავის არ უთქვამსო მე რაში მედებოდა ბრალიო, თუ მილის უფლება თუ მქონდაო, ადვოკატი თუ შეიძლება მყოლოდაო და აი ეს ამბები ადის, უზენა ეს სასამართლო საბოლოო ჯამში და გინდება რომ ამ ადამიანს და ზოგადად ადამიანებს დაკავებით როცა სახელმწიფო საკუთარ ლეგიტიმურ ძალას იყენებს, მათ შორის, ხო, ადამიანების იძულებას, ესე დავარქვათ, ხო, ლეგიტიმური იძულება, როგორც ესე, რომელსაც ექსკლუზიურად ფლობს სახელმწიფო, იყენებს ადამიანების წინააღმდეგ, მას აქვს გარკვეული ვალდებულებები, რომ მას აუხსნას რაღაცები და აი დღეს რო ლაპარაკობთ ამ სამ ძირითად უფლებაზე კინოებში, რომ ადამიანები გაიგებენ ხოლმე, მირანდა კატალოგს ვეძახით, ხო, მირანდას კატალოგს. მირანდას წესები. ხო, წესები ესე შეიძლება დავარქვათ. ეს არსებობს, იმიტომ რომ ერთმა ადამიანმა, რომელიც ბრალდებული იყო ნარკო რეალიზატორობაში და ეგ საკითხი ცალკე საკითხია, არ დანებდა და თქვა რომ ეს რაღაც არ იცოდა რაღაცები და უნდა ცოდნო. ანუ ანგელოზები არ ანუ იმის თქვა მინდა რომ უფლებებზე როცა ვლაპარაკობთ მათ წარმოშობაზე არც მაგნა კარტას ბარუნებში უნდა ვეძებოთ ესეთ ანგელოზები და არც მირანდაში და არც ხვებში. არა ვიცი, აი მაგ შემთხვევაში, ანუ მაგის მეს მირანდას მერც ხო არ შეცვლა არა, აი 90-იანების დასაწყისში მთელი კალიფორნია გადაიწვა ფაქტობრივად ცნობილი რაღაც ამბოხების რაიოტების დროს, რომელიც იყო პოლიციის ძალადობის წინააღმდეგ მიმართული, იმიტომ რომ ადამიანებმა ნახეს ვიდეო, როგორ უსწორდება სასტიკად დაკავებულ ადამიანს პოლიციის ორი ეკიპაჟი, ხო? და იმ ადამიანისგანაც არ გამოვიდა არავითარი გმირი, ისე როგორც მირანდასგან არ გამოვიდა და არავითარი გმირი ის კრიმინალი იყო, მაგრამ იმის მიუხედავად რომ კრიმინალი იყო, ის იმსახურებდა იმას, რომ სასტიკად არ ეცემათ, ხო? ან ჯორჯ ფლოიდის ამბავი რო გავიხსენოთ ახლა, ხო? ანუ ის ადამიანი არ ვიცი რამდენად იყო გმირი, ხო? ანუ იმას ქონდა თავისი წინააღმდეგ რაღაცა ისტორიები. ხო, არ არის მნიშვნელოვანი მაგრამ ყველა ადამიანი იმსახურებს იმას, რომ სახელმწიფო მის არ მოკლას, აწამოს და ასე შემდეგ სასამართლოს habeas corpus თუ ადამიანებს ადამიანად აღქმას ამ ფაზას გააზრებას, რომ ყველა ადამიანი ვართ ადამიანი ამის გააზრების. ეგეც პრინციპში აი ბრიტანეთის იმპერიამ რო აკრძალა მონობა წეგან რო ლაპარაკობთ, ეგეც რაღაცა სუბიექტური მიზნებიდან გამომდინარე იყო და არა იმის გამო რომ რაღაც გასხივოსდნენ უცებ ვიღაცები და თქვენ ანუ ბრიტანეთის იმპერია ფლობდა ფაქტობრივად ყველას ძირითად სანაოსნო და ეკონომიკურ ხაზს და გადაწყვიტა რომ ანუ ამ მონობის გამოყენებით ვიღაცები იღებენ რაღაცა ნამეტანი უკეთეს როგორ ვთქვათ, უპირატესობას, ხო და ეს უპირატესობა არ უნდა ქონდეთ დანარჩენებსო და ეს იყო ეს ეკონომიკური ფაქტორი იყო გადამწყვეტი იმისთვის. მე ის თეორია ვიცი, რომ როცა ამერიკაში დამარცხდა ამერიკულმა რევოლუციამ, რომ თავისი გაიტანა და შტატები რო გამოცხადდა, მას სჭირდებოდა რაღაცა ახალი ლეგიტიმაციის მოპოვა მორალური უპირატესობის, კი. და მაშინ დაიწყო, ანუ მაშინ შეუწყო ხელი ამ აბოლიციონისტურ მოძრაობას და აკრძალა მონობა. სხვა შორის ბრიტანეთმა ძალიან დიდი როლი ითამაშა თურმე თავისი ფლოტის გამოყენებით იმაში, რომ ან არა მარტო აკრძალა, არამედ მართლა შეეჩერებინა და slave trade რაც იყო, ანუ თავიანთ იმებს იყენებდნენ არა მარტო თან თავიანთ ადმირალებს, არამედ მაშინ კანტეკუნტად რაც იყო შემორჩენილი ეს პირატების მეკობრეების გემები, იმათაც იყენებდნენ, რომ როგორღაც სრულად აეკრძალათ პორტუგალიური, ჰოლანდიური და სხვების, ანუ ვინც ძალიან დიდ ფულს შოულობდა ამით რა, მაგრამ ეს მათ შორის მორალურადაც და ეკონომიკურად მოსწონდათ ამის კეთება და თან მართლაც არა ზოგიერთ შემთხვევაში ეგეც უნდა გვესმოდეს რომ პოლიტიკას ძალიან მათ შორის ზოლებს და მოუკიდებლობისთვის ვაშენ ეკონომიკური ფაქტორები განაპირობებს ხარდი. ამერიკის დამოუკიდებლობისთვის ამბავიც რაც არის, ხო, ეკონომიკური ფაქტორები ერთ-ერთი წამყვანი, ხო? აი, ხო, უსწრებს წინ ახლა ეს ბოსტონის ჩაისმა არის წინა პერიოდს 3-4 წუთი ადრე ხდება მომავდე გამოხატულება თორე. ხო, რეგულაციები რომელსაც უქმნია. ტარიფები. ადამიანს თავისუფალ ზღუდავ იქაც საბოლოო ჯამში რა. ტარიფებით უზღუდავ ადამიანებს იყვნენ სრულფასოვნად ჩართული ეკონომიკურ პროცესებში. მაგრამ მოდით ცოტა მიგონი ავიწიოთ წევით ახლა ჩვენ ამ ძალიან გავჩერდით შუა საუკუნეებში. მაგრამ აი რადგან ახსენეთ უბრალოდ ამერიკის რევოლუცია, მე მგონი აი შეგვიძლია ვთქვათ, რომ დამოუკიდებლობის დეკლარაცია არის ერთ-ერთი მშვენიერესი პასაჟის მქონე ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით. იმიტომ რომ მან თქვა რომ ყველა ადამიანი შექმნილია ღმერთის მიერ თავისუფალი და ყველას აქვს შემოქმედისგან. აი ძალიან კარგად სიტყვა, ხო, არა, ანუ ღმერთს არ ამბობს, ხო, შემოქმედს ამბობს უფლებად. და ეს არის განსხვავებული და ბუნებითი უფლებები, რაც სხვათა შორის, აი ჩვენ ხო ახლა უფრო ხშირად ვიყენებთ ადამიანის უფლებების ტერმინს, ხო? ეს ადამიანის უფლებების ტერმინი ეს მართლა 40-20 საუკუნის 40 წლების შემდეგ არის გამოყენებაში და
მანამდე რაც უფრო მეტად გამოიყენებოდა ეს იყო ბუნებითი უფლებები, natural rights. და აი ამ თეორიის გამოყენება ძალიან ძალუმა და იმის თქმა რომ რეალურად თავრობები არსებობენ იმისთვის რომ დაიცვას ეს უფლებები, რა თქმა უნდა, ხა ჯეფერსონს არ გაურღვევია ეს, რა თქმა უნდა, ლოკმა გააკეთა და უფრო ადრე ლოკიც არ იყო ამ შემთხვევაში პირველი, მაგრამ ეს იყო თავისთავად ძალიან მნიშვნელოვანი, როცა სამართლებრივ აქტში მოხდა აღიარება. ეგ იყო. ხო, თუმცა ჯეფერსონის ტექსტიც რაც არის ეს დამოუკიდებლობის დეკლარაციაზე ვსაუბრობთ, ეფუძნება რეალურად ვირჯინიის დეკლარაციას, რომელსაც ჯორჯ მეისონი წერს რამდენიმე ხნით ადრე, ხო? ანუ ერთ წლით ადრე პრინციპში რა. ანუ ის თქვა მოკლე ვერსიაა მისი. თუმცა ის სამი უფლება, რომელიც წარმოადგენილია, აი ჩემს რა იყო, ნახეთ ეგ მინდა მოგიყვეთ ახლა რომ კი, მაგაზე ვამბობ ხა რომ როცა უნივერსიტეტში ვსწავლობდი და ჩემი უნივერსიტეტის სწავლის პერიოდი ჯერ კიდე არის, ალბათ თქვენიც ჯერ კიდე შეიძლება არის ამ ხაზი გაუსვიოთ მე ზოგადად ვარ. არის ასლანაბაშიც რომ დაგიჭირა მე შენი გათავისუფლების პლაკატი მიჭირა ხელში. მოგეთ ეს პერიოდი არის. მე მაგ დროს სკოლაში არ ვიყავი მისული მე მგონი ასე რომ. ესე ნახეთ ამ პერიოდში სამართალი არის ძალიან უსულო რა. აი არ ვიცი როგორ ახსნა ახლა ეგ საბჭოთა კანონები თუ წაგიკითხავთ საბჭოთა პერიოდის ახლა შემორჩენილი გვაქვს რაღაც ადმინისტრაციულ სამართალთა კოდექსი, მაგრამ აი ძველი სამართლის კოდექსი 48 მუხლს ვასწავლი ჩემს სტუდენტებს როგორ იყო სამშობლოს ღალატი იმაში 14 პუნქტის გამო შედგებოდა და ეხლა რო ბრუნება რა მნიშვნელობა აქვს. ძალიან უსულო კანონები იყო, არ ვიცი ენა იყო თვითონ რომელზეც სამართალი იქნებოდა. აი ალბათ ეს სოციალური რეალიზმი როგორც იყო მხატვრობაში რა ვიცი ხანაში ხო ხელოვნებაში აი ესეთ უსულო უნდა ყოფილიყო როგორც არქიტექტურა აი რაღაც ეგეთი და უცებ ამის ფონზე კითხულობ აქტს სადაც წერია რომ ადამიანს აქვს ბედნიერებისკენ წაფრის უფლება ბედნიერებას კანონში რა უნდა ეს კითხვა გიტრიალებს თავში რა რომ აი ესეთი კანონები ეგეთი ენით ნაწერი რაღაც უნდა უცებ ბედნიერება და ნუ რა იყო სამი უფლება ხო ეს არის სიცოცხლის თავისუფლების და ბედნიერებისკენ წაფრის რის გამოც ადამიანები ქმნიან სახელმწიფოს და სახელმწიფო მთავრობები სწორედ ამ უფლებათა რეალიზებისთვის არსებობენ და თუ ისინი ამ ვალდებულებას ვერ ასრულებენ სათანადოდ ხალხს აქვს უფლება ჩამოართვას მათ ეს ძალაუფლება აირჩიოს ახალი მთავრობა შექმნას ახალი მთავრობა და მას გადასცეს ხო და ეს არის მათ შორის არა მარტო უფლებების საკითხი ეს არის ერი სახელმწიფოს ამბავიც როცა ძალაუფლება ანუ სუვერენიტეტი რაც ახლა ნუ დეკუთვნის ხალხს ანუ სახალხო სუვერენიტეტის გამოხატულებაა ეს თანამედროვე აი სუვერენიტეტს ძალიან ბევრს ლაპარაკობთ ამ ბოლო დროს და ის რომ ძალაუფლება ეკუთვნის ხალხს ეგ არ ნიშნავდა ეს ძალაუფლება გახდეს სახელისუფლებო მაგრამ სახელისუფლებო ძალაუფლება არნიშნავს ასევე კონკრეტულ არც მინისტრს არც ადამიანს ვინც მთავრობაშია არამედ ეს ნიშნავს უბრალოდ სახელმწიფოსთვის ანუ როგორც ერთგვარი იურიდიული ფიქციისთვის გადაცემას ამ ძალაუფლების ადამიანებს მე მგონი მაგას ბევრი კამათი არის ანუ ეს სახელმწიფო არა პირდაპირ არჩეული ადამიანები ხო ანუ ეს წარმომადგენლები მინისტრები და ასე შემდეგ რამდენად ოპტიმალური ფორმა არის ამ თანამედროვე სამართლის პასუხი და ეხლა მან წავიდეთ და ხო ანუ ამ დეკლარაციას რო გავცდეთ შემდეგი მაილსტოუნი რა იყო ამ გზას შემდეგი მაილსტოუნი აუცილებლად იყო საფრანგეთის დიდი რევოლუცია და ადამიანის და მოქალაქის უბრალოდ კაცის და მოქალაქის უფლებათა დეკლარაცია კი რომელმაც თქვა რომ ადამიანის უფლებების არცოდნა მათი უარყოფა არის მთავარი მიზეზი მთავრობის კორუფციის მთავრობის გარყვნისა და ბოროტად გამოყენების და ამ აქტში სხვა შორის არა მარტო არც ერთ ადამიანს ან ყველა ადამიანს კაცი არის მენ არის მაშინ ინგლისურად და ალბათ ფრანგულად ომი იქნება არამედ იმ შემთხვევაში კი როცა უპირობთ არის გამოყენე no one ხო თვითონ მოთხოვნები ან მოწოდებები არის ძალიან ფართო იმ საზოგადოებაში როცა უამრავი ადამიანი იყო როცა ამ დეკლარაციას როცა იღებდნენ არც კი მოუფიქრებიათ რომ იმათაც შეიძლება და გავრცელებულიყო მაგალითად ნახევარი საზოგადოების უმცირე ქალები აქედან ავტომატურად იყვნენ გამორიცხულები მაგრამ მაშინ არ არსებობდა აღქმა რომ ქალი შეიძლება იყოს სამწუხაროდ უცხოელიც რა ვიცი ღარიბები უმიწაწყლოები და ასე შემდეგ კი რა თქმა უნდა ეთნიკური უმცირესობები ადამიანები რომელსაც არაფერი არ გააჩნდათ ქალები იყვნენ ჩამორთმეული ამ უფლებების გარეშე ამ უფლებების მიღმა.
კი, მაგრამ აი კიდევ ერთხელ მინდა რომ ეს საჯარო ადამიანები როგორ საჯარო სიკეთესე გავხსენო, ადამიანის უფლებებს აქვთ ეგ ჯადოქრობა, რომ როცა აღიარებ, მე უკვე ვეღარ ჩერდები. ის თავისთავად მოითხოვს იმას, რომ ყველა ჯგუფი შემოუერთდეს ამ სიკეთეს და ყველა მისარგებლოს. აქედან ვერ გამორიცხავ. და ალბათ აქედან გაკვეთილი ის არის, რომ თუ ვიღაცებისთვის ამის ჩამართმევას დავიწყებს, ყველა დავკარგავს. ამიტომ ძალიან სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ. ისინიც კი ერთი ესეთი ის გამახსენდა, ხო? მაკიაველს მიაწერენ თუ სწორად მახსოვს. ვერავინ ვერ იქნება თავისუფალი, სანამ ყველა არ გათავისუფლდება. ანუ იდეა რომ თუ გინდა რომ მართლა თავისუფალ საზოგადოებაში იცხოვრო, უნდა მიაღწიო რომ მართლა ყველა თავისუფალი იყოს. მე მგონი ეგ ცოტა გვიანდელი ფრაზაა, არ ვიცი, მე მგონი ეგ მარტინ ლუთერ კინგმა გაიმეორა, არ ვიცი, საწყის ვისია, მაგრამ მაგისგან რა თქვა მიმახსოვს. მაგრამ ხო, რასაც ამბობ, პრინციპში ზუსტად ის არის, რასაც ეკა ამბობს, რომ ქვეყანაში, ნუ როცა ის იბრძოდა ეს ამერიკაში ყველას უფლებების, ხო, ფაქტობრივად შავკანიანების დესეგრეგირებისთვის და მათი იმ უფლებების ბილის მიღებისთვის რაც მე მოხდა, რაც ამბობდა არის რომ როგორ შეიძლება ჩვენ ვთქვათ რომ ეს ულამაზეს კონსტიტუცია გვაქვს, მაგრამ რეალურად ცხოვრობს როგორც თავისუფალი და ბედნიერებისკენ სწრაფი საზოგადოება, როდესაც ჩვენ ქვეყანაში ყვავილობენ ადამიანები, რომლებიც არ არიან თავისუფლები, რეალურად თავისუფლები და არ შეუძლიათ ეს ჩაგვისგან გათავისუფლება და ეგ იყო ის პრინციპი, რომ არ შეიძლება საზოგადოებას ან ერს უწოდო თავისუფალი, ან რაღაცა უფლებების დამცველი ასე შემდეგ, თუ შენ ყავს ჯგუფი, რომელსაც გამოურიცხავ მთლიანად რაღაცა კონკრეტულ ბუნებით უფლებებს. მე ეკაკი ხომ ექნება. ნახე, აი სულ ფიქრობ ხოლმე, რომ 76 წელი, 1776 წელი, 1799 წელი, მე 1791 წელს უკვე ამერიკის კონსტიტუციაში უფლებების შეტანა. ეგ ძალიან საინტერესო საკითხია, თუ ამერიკის კონსტიტუციაში, როცა ის მიიღეს უფლები არ ეწერა, ხო, 1797 წელს. ნუ არსებობს მათ ვერსია, რომ გარკვეული წინამდებობა ყოფილა ჰამილტონსა და ჯეფერსონ შორის. ის წამიკითხავს, რომ ერთი ემხრობოდა, ჯეფერსონი ემხრობოდა ყოველთვის უფლების ჩაწერას და მე საბოლოოდ ის ათი შესწორებას, პირველი შესწორებაც ამიტომ მოხდა და არსებობდა მეორე აზრი, რომ უფლებებს თუ ჩავწერთ სადმე და დავწერთ სადმე, ვიღაც გამოდგება და ეტყვის, რომ რაღაც უფლები ადამიანებს არ აქვს. და არის იდეა, რომ ყველაფრის უფლება აქვს ადამიანს, რაც აკრძალული არ აქვს, დაარტყირება დაწერა. კი, ანუ რადგან პრინციპი კონსტიტუციის ამერიკის ხო ის არის, რომ ჩამოთვლილი ძალაუფლებები აქვს ხელისუფლებას, ხო? Enumerated powers და ანუ ის თუ ჩამოთვლებოდა უფლებები, შეიძლება და განმარტებული იყოს საწინააღმდეგოდ. მეორე არგუმენტი, რაც ჰქონდა მედისონს რომ არ დამატებულდა ეს უფლებები იყო ის რომ ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი გაწონასწორების მექანიზმები და ეს დაიცავს ადამიანებს იმისგან რომ მათ უფლებებში არ მოხდება ჩარევა. ფედერაციის წევრებში იდეაში ამაზე აქვს მთელი აქცენტი აწყობილი მედისონს. ადამიანების უფლებებს ხედავდა მედისონი როგორც ეს checks and balances სახელმწიფო შტოების გათანასწორების პროდუქტი. ანუ მიზანი იქ მანდაც ის იყო. ბუნებრივ პროდუქტს. კი, აბსოლუტურად. მიზანი ორივე შემთხვევაში, ანუ რადგან სახელმწიფო იქნება იმის რომ დაიცვას ადამიანის უფლებები, ეს ორივე გზა იქ მიდის რომ ადამიანის უფლებები დაიცვას. უბრალოდ ერთ ნაწილს მიაჩნდა რომ ამას გააკეთებდა იმით რომ ხელისუფლებები ამბიციას დაუპირისპირდებოდა და ხელისუფლებები ერთმანეთს შეაკავდნენ და ვერავინ ვერ მოახდენდა საბოლოო ჯამში ადამიანის უფლებების პორტად გამოყენებას და მეორე მხარე ამბობდა რომ ადამიანის უფლებების დამატება არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისთვის რომ მოხდეს მათი აღიარება და სათანადოდ დაცვა სასამართლოში მათი აღიარება. საინტერესო ამბები მეგავიხსენო ორი. ესე იგი არსებობს ესეთი ვერსია რომ 1921 წელს როდესაც საქართველოში კონსტიტუციას ვიღებთ იცით რომ მანდ ამ კონსტიტუციით გავხდით ერთ-ერთი პირველი ქვეყანა მსოფლიოში, რომელიც კონსტიტუციურ დონეზე აკრძალა სიკვდილის დასჯა. ანუ სხვა ქვეყნებს ჰქონდათ აკრძალული, მაგრამ კონსტიტუციით აკრძალული ხარმოწინა. და არგუმენტი ყოფილა, აი როგორც ახლა მაგნა კარტაზე ვამბობდით, ხო, რომ თამარის დროს არ ჯიდან ადამიანებს სიკვდილით. ანუ ისტორიული არგუმენტი, რომ აი რაღაც წარსულში სადღაც შემორჩენილა, როგორ გადგება დღეს როგორც უფლების ნაწილად აქციო ადამიანის სიკვდილთან უნდა დაისაჯოს და ეს რა ხალიფს რომ ისეს უფლება ეგეც ლეკვილომის ასტორიიდან მოდიოდა თუ ისე აი მაგაზე თავსებდა. ოკეი. და მეორე საკითხი რაც მინდა ახლა გავიხსენო აქ ეს არის აი დილემის გადასაჭრელად, რასაც ახლა ეს დაპირისპირებას ვამბობ, ჰამილტონი მედისონი ერთი ფთა ესე დავარქვათ მოდი მაშინ, მოგვიანებით მერე და ჯეფერსონი მეორე ფთა, ხო? თუმცა ეს ორი პირველი პრეზიდენტის თანაშემწეები რავი ეს დავარქვათ სახე, ხო არის? რაც მე ორ ცალკე რაღაც პოლიტიკურ ფლანგს აყალიბებს საბოლოო ჯამში ამერიკაში. ჯეფერსონმა ერთგვარი თავის გადაზღვევა შეძლო მეცხრე შესწორებით ამერიკის კონსტიტუციაში, ხო, რომელიც, ნუ, ჩვენს თქმაზე რო ვთქვათ, გეუბნება, რომ კონსტიტუცია არ გამორიცხავს იმ უფლებებს, რომლებიც იქ პირდაპირ არ წერია. და სხვა უფლებებიც, რომელიც იქ არ არის ჩამოთვლილი, არის დაცული.
და ამ ტექსტის მოგზაურობას აქვს თავად საინტერესო ისტორია თუ მიაქცევთ ყურადღებას. 1921 წელს სამ კონსტიტუციას მივიღებდით, იცით რომ კომისია 1919 წელს შეიქმნა საქართველოში საკონსტიტუციო კომისია მეორე, პირველი იყო მანამ შექმნილი შეჭერდა და მეორე კომისია შეიქმნა. გადაწყვიტა რომ ხალხისთვის გაეცნოს სხვა ქვეყნების კონსტიტუციებიც. და არის წყარო რომელიც გვეუბნება რომ 7 სხვადასხვა ქვეყნის კონსტიტუცია ითარგმნა ქართულად და გაზეთებში დაიბეჭდა. მათ შორის ამერიკის კონსტიტუციაც. და ამ კონსტიტუციიდან ეს ტექსტი მეცხრე შესწორება მოგზაურობს 1920 წლის კონსტიტუციაში. და იქედან უკვე მოდის 95 წლის კონსტიტუციაში, ჯერ 39 მუხლი იყო. და ეხლა სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის ნაწილია, რომ კონსტიტუცია არ უარყოფს იმ უფლებებს, რომლებიც იქ პირდაპირ არწერია, მაგრამ მომდინარეობს ადამიანის უფლებათა კონსტიტუციური პრინციპებით. და ეს როგორ დამოგზაურობს, ესე ვთქვათ, გარკვეული ნორმები, რომლებსაც სადღაც თავგადასავალი სხვაგან იწყება. ოღონ აი ეს ვიღაცემა რო იკამათეს, ვიღაცემა გატესტეს, ვიღაცემა მოიგონეს გამოსავალი, მე როგორ შეიძლება დაგეხმარო შენ აქ საქართველოში მაგალითად. ამერიკაზე ძალიან დიდხანს რო არ გავჩერდეთ, ცოტა გადავახვიოთ და მივადგეთ არც მეორე მსოფლიო ომს. ძალიან მოკლედ ვთქვათ მეორე მსოფლიო ომამდე რა მოხდა. ანუ აი სადღაც ვართ ხა მე 18 საუკუნის ბოლოს, მე-19 საუკუნის დასაწყისში და რა ხდება, ანუ გვაქვს ორი შესანიშნავი დეკლარაცია. მართალია ეს არის მკაცრად ბუნებითი უფლებები, ან განმანათლებლობის ეპოქის უფლებები, რომლებიც თავისი პირველი თავისუფლებები ეს. პირველი თავისუფლებები, ხო. არსით ძირითადად ამბობენ, რომ სახელმწიფო რაღაცებში არ უნდა ჩაერიოს, ადამიანს გარშემო აქვს საზღვრები, რომელშიც სახელმწიფო არ უნდა ჩაერიოს. და რა ხდება მერე? ანუ მე-19 საუკუნე უფლებების საუკუნე არ არის. პირიქით. ხო, მე-19 საუკუნე არის საუკუნე რევოლუცია მარცხ ხდება, იქ პირიქით იმპერიული სისტემები იმარჯვებენ, 1858 წლის რევოლუციებიც არ არის წარმატებული, მოკლედ პირიქით ამ აბსოლუტიზმის გამყარების საუკუნე უფრო რა ვიცი, ჩემთვის. ხო, ანუ აბსოლუტიზმი კი უფრო ძველი მოვლენაა, მაგრამ მთავარი არის ის, რომ აი უფლებები, როგორც ადამიანების პრობლემების გადაჭან, სამართლიანობის დამყარების საშუალება მექანიზმი ჩაწია ნაციონალიზმმა უბრალოდ დაიწყო მშვენივრად როგორც ხდება ხოლმე თვითგამორკვევის მოთხოვნები და საბოლოო ჯამში ეს ბევრ ქვეყანაში დიდშიც და პატარაშიც ჩამოყალიბდა ნაციონალიზმის ხშირად ძალიან ცუდ ფორმებად. მე-19 საუკუნე იყო ნაციონალიზმის, სოციალიზმის და კომუნიზმის საბოლოო ჯამში კომუნიზმის ასე ვთქვათ განვითარების პერიოდი. თუმცა ერთი მნიშვნელოვანი კონტრიბუცია რაც სოციალიზმს ჰქონდა ადამიანის უფლებებისთვის არის ის, რომ ისინი კაცრად მოითხოვდნენ პოლიტიკურ უფლებას, ანუ არჩევნებში მონაწილეობის უფლებას ყველა მოქალაქისთვის, მუშებისთვის, რომელსაც არ ჰქონდათ არავითარი ქონებრივი სტატუსი და აქედან გამომდინარე, მგონი რომ სამართლიანია, რომ ამისი აღიარება ყველგან მოხდეს, რომ მარქსიც აქტიურად მოითხოვდა ხოლმე. ნახეთ, მეორე საკითხი ხარ, რომ ინდუსტრიული რევოლუციის პერიოდია თან და სოციალური უფლებები, ანუ მეორე თავის უფლებები, სოციო-ეკონომიკური უფლებები, როგორც მას ახლა უწოდებთ, მაშინ იბადება. ანუ მაშინ წრა მოძრაობები, იქ ქალთა თანაწორობის საკითხები წამოწევა მე-19 საუკუნის მეორე ნახევრიდან არის, ხო? ინგლისს ავიღებს სუფრაჟისტებს, უცხოებს ავიღებთ არ აქვს მნიშვნელობა. სამართლიანი, ვთქვათ, სწორედ როგორ იქნება სამართლიანი სამუშაო დრო არ ვიცი ესე უწოდოთ? ანუ პირობებისა, ხო, შრომის პირობების საკითხები წამოწევა. ბავშვების შრომა. ასე არ უწოდოთ ჩვენ ამათ 4 წლამდე ბავშვების შრომა აიგზავნა. ეგ იყო პირველი კანონი, რაც ინგლისში მიიღო. ცოტა ხნის წინ ეხლა სასაცილო ჩანს, მაგრამ ცოტა ხნის წინ დაიდო ძალიან ერთ-ერთი ყველაზე ძველი ვიდეო, რაც არის გადაღებული მე-19 საუკუნეში არის გადაღებული და ლონდონში არის ბავშვები რა 10-11 წლის ბავშვები არიან კამერის წინსულე გარის ვიდეო და დადიან რამდენიმე წამიანია, მაგრამ ანუ 10-11 წლის ბავშვებს აქვთ 45 წლის მინიმუმ ადამიანის სახე, ანუ ხალხოს საოცარი ვიდეოა მართლა რა და პრინციპში ეკამრას ვაწერან ნოველების ამბავს რო გავყვეთ მაგ დროს მოდიან ეს დიკენსი და სხვაებიც ვინც იწყებენ წერას ამ სოციალურ საკითხებზე ზუსტად ეს მაწანწალებზე და ასე შემდეგ როგორც უზამთრებთ ბავშვებს განსაკუთრებით ქალებს რა სიტუაციაში უწევდა ცხოვრება და ეს ადამიანები კიდევ ერთხელ არიან ქვედა კლასების წარმომადგენლები. ანუ ესე რო ვთქვათ მე-19 საუკუნის დასაწყისმა გვაჩუქა ეს ვთქვათ უკვე აღიარებული ბუნებითი უფლებები, პირველი თავის უფლებები, მე-19 საუკუნე, მის მეორე ნახევარი და მე-20 საუკუნის პირველი ნახევარი
გულისხმობ მეორე მსოფლიო ომამდე პერიოდს არის, რომელმაც ეს მეორე თაობის უფლებები წინ წამოწია, ყოველ შემთხვევაში აქტუალურად აქცია, თუმცა ესე საერთაშორისო აღიარება არც ერთ ამას ასაკი არ აქვს ჯერჯერობით. ეს არის მაინც შიდა სახელმწიფოებრივი საკითხები და ადამიანების ბრძოლა ამ საკუთარი ინტერესების დასაკმაყოფილებლად. თავის ქვეყანაში ვისაც რა უნდა ისაკეთოს. მე რაღაც მგონია რომ გუნდა არ მოგეწონა ადამიანს. მაშინ რა დაგიოს? რომ დაგიმატოს. თორე მარტოსა. ძალიან მნიშვნელოვანი რაც არის მე-19 საუკუნესთან დაკავშირებით არის ის, რომ იმის პარალელურად რაც მოხდა მე-18 საუკუნის ბოლოს, როცა ამდენი ხაზგასმა იყო თანასწორობის უფლებაზე, რომ ყველა ადამიანი ბადება თანასწორი, მიუხედავად იმისა, რომ ამას ამბობდა ხალხი, ვისაც მონები ატარებდნენ, და ამ მონების სრული დეჰუმანიზაცია ხდებოდა, ჯეფერსონი თუნდაც, იმიტომ რომ ისინი ადამიანებად არ აღიქმებოდნენ, ეს არის მათთვის არ აკნინებდა ხო ამ განცხადების ნამდვილობას. მაგრამ ეს მნიშვნელოვანი თანასწორობის გარანტიები ხო მაგ დროს შეიქმნა. მე-19 საუკუნის ცუდი ბოროტი ნაწილი იყო ის, რომ წამოვიდა, აი, მე მგონია რომ ეგ პერიოდი არის ძალიან კარგი გაკვეთილი მეცნიერებისთვის. ანუ მეცნიერება იყო მაქსიმალურად გამოყენებული იმისთვის, რომ გაემართლებინა რასიზმი, გაემართლებინა ქალების ჩაგვრა, გაემართლებინა ანუ რასებთან კოლონიალიზმი თავისთავად, რომ ესენი არიანერები, რომლებიც არიან ჩამორჩენილები. ფანაირი და ამიტომ შეგიძლია ფრენოლოგია, კი, თავის ქალის მეცნიერებს. მე და ესე იგი, სულ რაღაცებს ერთი კითხვა რა. იგივე სიტყვას ფრენოლოგიას იყენებს უცხოჩიჩი გაბრიაძე და მასდაცინით თუ უბრალოდ თავად შეარქვა ფრენოლოგები ერთავსა და უშოს ეგზისტად არ ვიცი, მაგრამ ხო, ფრენოლოგია ფსევდომეცნიერება, რომელიც ამტკიცებდა, რომ ადამიანის თავის ქალის ფორმა ჯანგოში აქვს კარგად, ლეონარდო დიკაპრიოს სცენა თუ გახსოვთ. თავის ქალა რო უჭირავს ხელში და რო ეუბნება, რომ აი ეს ხალი აქვსო აქო და აი ეს ხალი ყველას ექნება, twins შავკანიანი არისო. ურჩილებაზეა პასუხისმგებელი ეგეთი ამას. ამას ამტკიცებდნენ ფრენოლოგები ფსევდომეცნიერება იყო და ხო, ანუ ეხა აქედან უწუხებ ფსევდომეცნიერებას, მაგრამ ანუ მაშინ ხო აი ძალიან სწრაფად ვრცელდებოდა ეს თეორიები და ძალიან ანუ ადამიანებისთვის ძალიან დამაჯერებელი იყო. ეპოქა უნდა დავინახოთ ხო? ანუ ანტისემიტიზმი უკიდურესად გაძლიერდა ამ პერიოდში. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ქალებს უფრო სუსტი კუნთები აქვს და უფრო რბილი ტვინის ნივთიერება აქვს და აქედან გამომდინარე სახლიდან არ გაიშვებენ. ნუ აი 1000 სისულელე, რასაც ახლა სისულელეც უწოდებთ, მაგრამ მათთვის იმ ეპოქაში ადამიანებისთვის დამაჯერებელი იყო, იმიტომ რომ მათთვის მოსახერხებელი იყო იმ ხალხისთვის, ვინც საძალო უფლება ჰქონდა, რომ ვიღაცები დარჩენილიყვნენ ჩაგვრაში. იცი რას ამბობდნენ არგუმენტად ქალებს საარჩევნო უფლება რატო არ უნდა ქონდეთ ინგლისში? ერთ-ერთ მინისტრის გამოცხადება დალტონი გვარა თუ სწორად მახსოვს, ილია ჭავჭავაძე წერს. რომ ესეთი არგუმენტი გაუწიათ პასუხად, რაც ილია დაცინის ამ არგუმენტს ხატია. ქალები არიანო ძალიან მორწმუნეებიო და ღვთლების ნებას გაატარებენ არჩევნებს სასულიერო პირების. აუ და ამიტომ ისინი დაეპატრონებიან ხელისუფლებას. მე სხვა არგუმენტი არ ვიცოდი მათთვის, რავი, ფიზიოლოგიურამდე დასული. ანუ ერთ-ერთი ესე ეგეთი ამბავია, ჯონ სტიუარტ მილის მოძრაობას, ნუ არის ეს სხვადასხვა ძლიერი ხო სოლის გავლენა ძალიან ძლიერი დამცველი იყო. მეტყოდი სიყვარულის უფრო ეს უფრო ძალიან ეს ანოცოლი ახდებოდა მანამდე შეყვარებული იყო ამ არიეთზე და ხო ეს ქალთა გათავისუფლება რაც არის წერილი ჯონ სტიუარტ მილის სახელით გამოქვეყნებული ბოლო წლებში არის სერიოზული დისკუსია რომელშიც ჰარიეტის დაწერილი წერილი იყოს და რადგან ქალი იყო ვერ აქვეყნებდა და ანუ პაულო იაშვილი ელენე დარიანი უფლებებში ხო, ამ ხრივ მოკლედ მე-19 საუკუნე ნამდვილად იყო სევდიანი ისტორია, მაგრამ ანუ ერთი მნიშვნელოვანი რაც მოხდა მე-19 საუკუნეში იყო ის, რომ ადამიანებმა თავიანთი, ასე ვთქვათ, ინტერესების, თუნდაც უფლებების და ვთქვათ, დამკმაყოფილებლად აღიქვეს, ასე ვთქვათ, ეროვნული სახელმწიფო, ან თავის სახელმწიფოებს დაუკავშირეს მათი საჭიროებების დამკმაყოფილება. ანუ ადამიანის უფლებების დაცვაც იყო ამ სახელმწიფოების მოვალეობა და ტვირთი. შესაბამისად, ეს ეროვნული სახელმწიფოს იდეა ძალიან გაძლიერდა მე-19 საუკუნეში, თბილი გამორკვევის და ნაციონალიზმის ეპოქაში. და შესაბამისად, ეს საერთაშორისო დონეზე რა თქმა უნდა ამ დროს არაფერი არ ხდებოდა, ყველა მოთხოვნები, ყველა მოძრაობები მიემართებოდა საკუთარ მთავრობას. სოციალური უფლებების აღიარებაზე როცა ვსაუბრობდით, არის ძირითადი
სამი კანონი რაც მიიღო ბისმარკმა, ესე დაიწყო სოციალური უფლებების ისტორია. იყო ძალიან ძლიერი იყო მუშათა მოძრაობა და ეს იყო ერთგვარი მექანიზმი, რომ რევოლუცია აერიდებინათ, სოციალისტები დაესუსტებინათ. იმისთვის რომ ის მისცეს, ცოტათი მაინც მისცეს, რაც ანუ ეს საოცრება, ანუ კიდევ ერთხელ აკეთებს ადამიანი რაღაცას, არა იმიტომ რომ კარგი ადამიანია უფლების მიცემა უნდა, არამედ მეფეს ეუბნება პირდაპირ, რომ ამას თუ არ გავაკეთებ რევოლუცია მოხდება, მოდი მივიცე ცოტა უფლება, დამშვიდებიან ესენი და მე გადავუვიდეთ. პოზიცია ზუსტად ანალოგია არ არის, მაგრამ ეს არ არის მისი დაწერილი ტექსტი, ოღონდ არის მის შესახებ დაწერილი ტექსტი, ილია ჭავჭავაძის შესახებ დაწერილი ტექსტი, როცა ბატონყობა უხდებოდა საქართველოში. ილია ჭავჭავაძე თუმცა აქტიურად უჭერდა მხარს, რომ გლეხი გაეშვათ მიწით. და არა მიწის გარშემო, ჩვენთან მიწის გარეშე გაუშვეს. 1764 წელს ვლაპარაკობდა, არგუმენტი ერთ-ერთი ყოფილა ის, რომ თუ კი გლეხი გავა მიწის გარეშე ის დარჩება ღატაკი, გადაიქცევა პროლეტარიატის ნაწილად და მე აგვიჯანმრთება და მოხდება რევოლუცია. აი ეგეთი ანუ ის ანუ ვიღაცებისთვის ეს არგუმენტი უფრო დამაჯერებელი ცოტა დააკლდა რომ მოსწრებოდა პრინციპში. ხო, ნუ ამ პირველ ტალღას მოესწრო ფაქტობრივად, რა ვიცი. 905-ში? ხო. როგორ იწყებენ რევოლუციას? ანუ ადამიანები უყურებენ თავიანთ სახელმწიფოებს, რომ არაფერსაც არ აკეთებენ, ის ზედაკლასები თავისთვის თვითონ დიდრდებიან, ესე რომ ვთქვათ, ქვედებს, რაღაცებს, trickle down ამბავში, რაღაცებს გროშებს, ხო, უგდებენ, კი. და იწყებენ ხელში აღებას იარაღების, ხო? უფლებების ამბავში. დასაკარგი არაფერი აღარ აქვს ადამიანს. მე ხდება ის. ან აი მე ახლა უნდა მივიდეთ მე მგონი უკვე აი გაეროს დაფუძნებასთანაც და იქაც აი აჯანყებაზე რო ხშირად არის ხოლმე ლაპარაკი, ხო? ტირანიის წინააღმდეგ აჯანყების უფლებასაც, უფლება არ წერია მოდი ესე ვთქვათ, მაგრამ რათა თავიდან იქნეს აცინებული ადამიანთა აჯანყება ტირანების წინააღმდეგ. აი პირველ მსოფლიო ომთან რა კი მივალექით მაინც ეს წითელი ჯვრის ამბებზე ხო არ ვიტყოდით კიდე რამეს, ანუ იმიტომ რომ ეგეც რაღაცნაირად შეზღუდვა არის, ხო? სახელმწიფოების რო ყველაფრის გაკეთების უფლება ომშიც კი რაც მანამდე არსებობდა უკვე აღარ აქვს. არ ვიცი ამდენ რელევანტური იყო პირველ მსოფლიო ომში ისეთი საშუალებები და ისეთი სასტიკები გამოიყენეს, რომ დოგვის გაგვი, ხო, იბრიტი. რამდენად რელევანტური იყო ეგ ყველაფერი, მაგრამ რა თქმა უნდა, ცნობადობის დონეზე დოკუმენტები შეიქმნა, მოძრაობა დაიწყო და ძალიან ბევრი ძალიან მნიშვნელოვანი პაციფისტი მაგ ეპოქამ შვა. როცა ადამიანებმა ნახეს თავის თვალით რა უბედურება იყო, რა საშინელება იყო ომი. თუმცა აი მე-19 საუკუნის ბოლოს რაც ხდებოდა, ეს არის უფრო ყველაზე მძლავრი იყო მუშათა მოძრაობა ამ დროს. ძირითადად პირველი მსოფლიო ომის შემდეგ ისევ ეს გრძელდება. ხდება კონსტიტუციების მიღება, რომელშიც აღიარებულია უკვე პირველი კონსტიტუციები, რომელშიც სოციალურ-ეკონომიკური უფლებები აღიარებულია, ეს არის მექსიკის და მერე ვაიმარის კონსტიტუციები მიიღეს მე-20 საუკუნის დასაწყისში. ამ კონსტიტუციურ სტატუსს უკვე ამ უფლებებმაც მიაღწიეს ამ დროისთვის. ჩვენთანაც ხო. და რაც ბუნებრივია. სხვათა შორის თუ ანუ კონსტიტუციური უფლებები აღიარება ძალიან მიბმულია იმაზე, ვინ არის ხელისუფლებაში. ან თუ შევხედავთ პოლონეთს და ჩეხეთს იმავდროულად იქ ბევრად უფრო ნაკლებია სოციალურ-ეკონომიკური უფლებები, იმიტომ რომ ის ხელისუფლება, ის ეროვნული ხელისუფლებები, რომლებიც მოვიდა იქ სათავეში პირველი მსოფლიო ომის მერე, ისინი არ იყვნენ სოციალისტების გავლენის ქვეშ. პირველი მსოფლიო ომის შემდგომ წარმოშობილი ეკონომიკური კრიზისიც გახდა მიზეზი ამ სოციალისტური მოძრაობების, ესე ვთქვათ, გაძლიერების, იმიტომ რომ ძალიან ცნობილი მიდგომაა, ხო, ჯერ გავდიდრდეთ და მერე გადავანაწილოთ რაღაცა მსგავსი, ხო, ანუ სოციალურ უფლებებზე არა. რა ხალხი ძალიან გახარდა და მათთვის ბევრად იოლი გასაგები იყო, როცა თავაზობდნენ ეკონომიკური თვალსაზრისით თანასწორობის იდეებს და ყველას დოაც გადანაწილებას, ვიდრე ლოდინი რომ სამოქალაქო თავისუფლებებით ვიცხოვრებ და ოდესმე გავდიდრდები. თან მას დავამატოთ განათლების დაბალი დონე, საზოგადოების და ასე შემდეგ. მოიცა ტალღა ამ პერიოდში გაწებას დროს. მაგრამ თან ის ხდება, რომ ანუ სოციალიზმი რაღაც ორ ნაწილად გაიყო, ხო? ხო, ცხადია. ერთი არის ის, რომ ხალხი აგზელებს მუშაობას თავის ხელისუფლებასთან, როგორც ვთქვით, ნაციონალურ ხელისუფლებებს თქვენ პასუხს, ხო? თავის ხელისუფლებასთან აგზელებს მუშაობას და უნდათ რომ ჩაერთონ პოლიტიკურ პროცესში იმისთვის, რომ დაიკმაყოფილონ მუშათა საჭიროებები, დაიცვალოს თქვათ მუშათა უფლებები, ეს არის ერთი გზა სოციალისტები და არის კიდე კომუნიზმი, რომელიც ამბობს, რომ პროლეტარიატის რევოლუცია უნდა მოხდეს, ბურჟუაზიული სახელმწიფო უნდა განადგურდეს და ეს არის ერთადერთი გზა იმისთვის, რომ
უფლებები იყოს დაცული. ანუ მარქს წეგან კრედიტი მივეცი და ნამდვილად ძალიან მადლიერია რომ ის რომ იბრძოდა პოლიტიკური უფლებებისთვის და იბრძოდა საყოველთაო საარჩევნო უფლებებისთვის, მაგრამ ამ ნაწილში ნამდვილად მარქსი არ იყო უფლებების მომხრე. პირიქით ამას აღი ქონდა როგორც ბურჟუაზიული სამართლის ნაწილს. დეკლარაციებსაც წინააღმდეგიც იყო და ამასთანავე მიიჩნეოდა რომ ის ახალისებს ეგოისტ ადამიანს, რომელსაც მოწყვეტილია თავის კოლექტივს. ხო, ალბათ საინტერესოდ ვითარდება ეგ ამბავი. მეორე მსოფლიო ომის მერე. მოდი ახლა აქ ვთქვათ, რომ მე მეორე მსოფლიო ომის კატასტროფული შედეგები ყველა ვნახეთ. აი ეს ახლა ჩვენ რიცხვებს რომ ასახელებთ, მართლა სტატისტიკასავე და არის და 62 მილიონი ადამიანი დაიღუპა დაახლოებით მეორე მსოფლიო ომში. 60 მილიონზე მეტი. ხო, 62 მილიონი ადამიანი არის საქართველოს მოსახლეობა 18 ჯერ. ეგ ეხლა თან, მაშინ ვერ იყო. ანუ აი რამდენი ადამიანის ტრაგედია ცალსაკე აღებულია რამხელა და ეს თითქოს ემოციებისგან გამოცლილი გვაქვს ახლა რა და რიცხვს ვამბობთ ისე რა. და ეს ტრაგედია მოიტანა იმან რომ ორი ბოროტების იმპერია, რომელიც ერთმანეთთან თანამშრომლობდა, ეს იყო საბჭოთა კავშირი, რომელშიც რა თქმა უნდა საქართველოს არავის საქართველოში ნებითი გარშესულა, ეს იყო წითელი ოკუპაცია საქართველოს და სახელმწიფოების გაუქმება და კიდევ უფრო არისი საერთოდ საქართველოს სახელთაც არ იყავი ფორმალურად შეყვანილი კიდე სადაც შეგდენ ეს ესე იგი ამიერკავკასიის ხო რესპუბლიკაში და იმით შეგიყვანეს და 96 წლის დეკემბრამდე ფორმალურადაც ესე იყავი, მაგრამ თავარი რა ხდება ამ ქვეყნებში? ანუ ერთი საქართველოს საბჭოთა კავშირი, სადაც იძულებით ვართ, დაპყრობილი ვართ და მეორე გერმანია. გერმანია ცოტა გვიანო 50-იანი წლებიდან, ჩვენ ცოტა ადრე იწყება ეს ბროტ. ერთი სახელმწიფო იწყებს ამ შეთქმულების თეორიის განვითარებას და შეთქმულებები როგორც ერთგვარი საზოგადოების გაბრუების შესაძლებლობა, რომ ჩართო დიდ ბოროტებაში და შეთქმულება არის, რომ ეს რასობრივი ნიადაგზე ჩამოყალიბებული შეთქმულება ნაცისტურ გერმანიაში, ეს უპირატესობის მათი რასის, არიული რასისა და სხვა ერების წინააღმდეგ ბრძოლის გამოცხადების ამ ნიადაგზე და საბჭოთა კავშირში არის მეორე შეთქმულება, ეს არის იმპერიალისტური კაპიტალისტების შეთქმულება, რომ კონტრრევოლუცია მოაწმოს საბჭოთა კავშირში. და ამას ეწირება ორივე ქვეყანაში მილიონობით ადამიანი. ну სხვადასხვა რიცხვებით რო ვთქვათ, შეიძლება ზოგმა თქვას რომ ეს იყო 20 მილიონი საბჭოთა კავშირში, ზოგმა თქვას რომ არა 20 კი არა 12 იყო. ჰოლოდომორს მივათვლით ამას თუ არ მივათვლით, არ არის ჰოლოდომორი კიდევ ერთხელ რომ ვინც შეიძლება არ იცის და გვისმენს ეს არის 30-იან წლებში უკრაინელების წინააღმდეგ გამიზნული პოლიტიკის შედეგად სახელმწიფოს მხრიდან შიმშილობაში მოქცევა დასავლეთ უკრაინის ნაწილი. ზოგადად არადღეს რო დასავლეთი, არამედ მაშინდელი დასავლეთ უკრაინა, ახლა ცენტრალური უკრაინა და ახლო ეს ტერიტორია. სხვადასხვა რომელსაც შეეწირა, ბოდიშ დავასრულებ. სხვადასხვა მონაცემებით, თქო, ბოლო მონაცემებით 8 მილიონამდე ადამიანს ელაპარაკი ჯამში. ვინც ამას შეეწირა. ანუ ადამიანების შიმშილი, თქო, დაებოდნენ და იქ არის აღწერილი კატასტროფული ფაქტები, რომ მშობლები შვილს კლავენ, კანიბალიზმია, რომ ჭამონ ხორცი სხვა შვილს აჭამონ. აი, საშინელებებზე ვლაპარაკობთ ხალხო, აი შექმნა საბჭოთა კავშირი. აღარ ვლაპარაკობ 37 წლის რეპრესიებზე, რომელიც ყველამ ვიცით, 24 წლის დახვრეტებზე ადამიანების, რომლებიც საქართველოს გამოიარა და არა მარტო საქართველოს მომოთ. აი, ეგ იყო, რომ ანუ ჰოლოდომორს ახსენებენ ხოლმე და კარგიც არის, იმიტომ რომ ეს დოკუმენტირებულია, მაგრამ მაგ დროს ასევე ხდება ყაზახეთში მაგალითად ზუსტად იგივე და უარესი ამბავი, რომლისგანაც ყაზახეთის მოსახლეობა დღემდე არ დაბრუნებულა რა, ანუ იმდენი ადამიანი მოკდა ჩრდილოეთ კავკასიიდან გადასახლება, ამ მთელი ეთნიკური ჯგუფების და მერე სპეციალურად დახოცვა იქ და აღარ არსებობს ის ეთნიკური ჯგუფების ნაწილი. 190,000 ადამიანის გასახლება სამცხედან. კი, ანუ უამრავი ეს ეთნიკური ჯგუფების მიმართ იყო მიზანმიმართული პოლიტიკა, ანუ რასაც იდეაში აკეთებდა ჰიტლერი იქით, კონკრეტულად, ხო, სხვა არგუმენტებით, მაგრამ კონკრეტულად იმ ჯგუფების მიმართ, აქაც საბჭოთა კავშირში არაფრით ნაკლები არ იყო, იმიტომ რომ კონკრეტული ეთნიკური უმცირესობების მიმართ ანალოგიურად ხდებოდა სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელება იმისთვის, რომ მათი ლიკვიდაცია მოხდარიყო მთლიანად. თანკოთ ამ ცინავი, ნახეთ, გეტოების შენება რო დაიწყეს. ამას ამართლებდნენ. რო თქოს დაცვა უნდა თქვენივე დაცვისთვის ებრაელების. ანუ აი ხალხი შემოღობვა, მოქცევა საცხოვრებლებში, კედლებით, ნიშნით სიარული და თითქოს ამით იცავდნენ ადამიანებს და ნურითი დასრულდა 6 მილიონი ებრაელი დაახლოებით შეეწირა. ან შეიძლება გამჭვირვალობის მისდოდათ медლის. აი ეგეც საინტერესოა, ახლა 8-იან 37 წლები, 30-იანი წლები
ჩემი ორი დიდი ბაბუა დახვეტილი მაგ პერიოდში არც ერთი საფლავი არ გვაქვს და ალბათ ყველა ოჯახია ვისაც ეს შეეხო. რა იყო ამ ხალხის დანაშაულები ხო, რასაც ყველას დებდნენ. აი ეს იყო რომ მათ აცხადებდნენ, ანუ მათ ვისაც ჰქონდათ განათლება, საღიაზრი, შეიძლება შეწინააღმდეგობდნენ იმის სასასტიკეს, რომელიც მომავალში ელოდებოდა კიდევ საქართველოს, ყველა მათგანი გამოაცხადეს. ტისიანტაბიძე საფრანგეთის აგენტად, ელიავა ინგლისის. ეგ იდეაში ხდებოდა ტალღების მიხედვით რა, სოლჟენიცინს ძალიან კარგად აქვს აღწერილი, თავიდან მიდგნენ და ვისაც რაიმე ქონება ქონა ეს კულაკები რო იყვნენ, ეგენი დახოცეს, მერე მიდგნენ და ვისაც ოდესმე ემსახურა ჯარში მეფის არმიაში, ეგენი დახოცეს, მერე ვისაც უცხოეთთან რაიმე სახის კავშირი ქონა, ეგენი დახოცეს, მერე მიადგნენ და განსხვავებული იდეოლოგიის მატარებლები, აი თვითონ კომუნისტები, მაგრამ განსხვავებული ეგენი დახოცეს და მერე მიადგნენ ერთდროულად ხრეტენ, ერთდროულად გულისხმობ დროის რაღაც მონაკოჩი ხრეტენ გიორგი მაზნიაშვილს, გენერალს, რომელიც უკვე ძალიან მოხუცი იყო. ძალიან მოხუცია. ვერანაირ საფრთხეში. ბუდუმ დივანს, მამიაც მაგდროს არ დახრეტეს? ბუდუმ დივანს, რომელიც არის ავიცი სტალინის ძალიან ახლო ადამიანი, ესე იცნობენ და დიდი ბოროტება აქვს ნაკეთები ჩვენი ქვეყნისთვის. ტიციან ტაბიძეს და გლეხებსაც, რომელიც გააკულაკეს, ან დიდარ გლეხებსაც, ან ჩემი ერთი ბაბუა დიდარი გლეხად მიჩნეოდა და მეტყვი დახრიტეს, ხო? ავდიდო დადია. ეს აბოდიში გოლეთიანი, ავდიდო გოლეთიანი. ხო? ანუ რის თქმა მინდა რომ ჩვენთან ერთად მოხდათ ერთ ორ წელში ხდება ყველაფერი რა. საინტერესო ის არის როგორ მორჩა პრინციპში ეს წმენდა, ანუ ბოლოს ესე ყველა დახოცა საერთოდ და ბოლოს მიადგნენ თვითონ ამ თავისიანებს, რომლებიც განათლებული კომუნისტები იყვნენ და რაღაცა ამ კომუნისტურ რევოლუციაში ქონდათ მიღებული მონაწილეობა, მერე ეგენი დახოცეს და სულ ბოლოს დახოცეს თვითონ ის ხალხი, ვინც ამათ ხოცავდა და დასრულდა ეს purge რაღაცნაირი წმენდა, თავარი წმენდავის იმის იაგოდას და ეჟოვის დახრეტით. ანუ რაღაცნაირად ეს გველი რო თავის კუდს ჭამს, რაღაცა ორობოროსი რაღაცა ეგრე მორჩა. გადავით მე მგონი ძალიან დიდი თავი არის, მე ეს ორი სახელმწიფო შეთანხმდა ერთმანეთთან. რო გაიყო აღმოსავლეთ ევროპა. კი ბატონო, და ერთდროულად დაიწყო შეტევა პოლონეთზე, ესე ვთქვათ. ერთმა თქვა რომ იცავს თითქოს პოლონეთს და მერეც ბევრი ბოროტება აკეთეს და ბალტიისპირეთის ოკუპაცია მაგდროს მოხდა. და ნუ ახლა მეორე მსოფლიოების შედეგებიც ვახსენეთ. მაგრამ აი ახლა უკვე ჩვენ გავჩერდეთ და ეკასთან გადავიდეთ. დასრულდა მეორე მსოფლიო ომი. დასრულდა მეორე მსოფლიო ომი და მეორე მსოფლიო ომის დასრულებასთან ერთად, ანუ რა ცოდნა გვაქვს კაცობრიობას. კაცობრიობა გვაქვს ის ცოდნა, რომ აი რასაც თქვენ აღწერთ ახლა, ნახეთ რომ ნაციონალიზმად საშინელად დაამთავრა, კომუნიზმად საშინელი შედეგებია ჩვენა და დაუბრუნდით ადამიანის უფლებებს. რომელსაც დაახლოებით ერთი საუკუნე ეძინა. სხვადასხვა უბრალოდ გრამატიკულად არის საინტერესო 1958 წლის ადამიანის უფლებათა უნივერსალური დეკლარაციის შედარება საფრანგეთის კაცისა და მოქალაქის უფლებების დეკლარაციასთან, რომ იქ ხო წერია, რომ არ ცოდნა და უგულებელყოფა ადამიანის უფლებებს და აქ წერია დავიწყება ადამიანის უფლებებს, იმიტომ რომ მართლა დავიწყებული იყო რაღაც პერიოდის განმავლობაში, იმიტომ რომ სხვა ფილოსოფიებმა ადამიანებს მეტი იმედი მისცეს უკეთესი მომავლის, მაგრამ საბოლოო ამში რასაც რასისტაშიც აღმოჩნდა კაცობრიობა იყო ის, რომ ადამიანის უფლებების უგულებელყოფა, ადამიანის როგორც ღირებულების და ფასეულობის უგულებელყოფა, მისი გახლეჩვა და დაყოფა სხვადასხვა ნიშნებით და ამ ნიშნებზე იმის მიბმა, რომ ეს რადგან ქალია, ეს ვერი ფიქრებს და ეს რადგან ებრაელია, აუცილებლად ის იქნება ბოროტი იქნება და აუცილებლად ჩვენს მართვას და ხელში ჩაგდებას მოინდომებს ჩვენ ასე შემდეგ 1000 ცურწვენა არსებობდა. ამ გზამ აჩვენა ადამიანებს, რომ ეს გზა იყო დამღუპველი გზა. ეგ მიდიოდა ადამიანების მასობრივ მკვლელობამდე და არანაირი სიკეთე აქედან არ შეიძლება ყოფილიყო და აქედან გამომდინარე მოხდა ადამიანის უფლებების დაბრუნება, ადამიანის უფლებების ხსენება თავისთავად გაეროს დამფუძნებელ წესდებაში და ამის შემდეგ შეიქმნა ადამიანის უფლებათა კომიტეტი, რომელსაც ხელმძღვანელობდა ელეონორ რუზველტი და შეიქმნა ეს დოკუმენტი, რომელიც არის მოწეულ მომენტში ius cogensia, ანუ ეს არის საერთაშორისო სამართლის ყველაზე ფუნდამენტური პრინციპები, რომელსაც შევთანხმდით. კი. თუმცა ესე ვთქვათ, რომ ეს არის დეკლარაცია, რომელსაც დეკლარირება იყო. ხო, სამართლებრივი ბოჭა-ბოჭალა არ ქონდა, თუმცა მე ნელ-ნელა კიდე გაივრცო სხვა დოკუმენტებში. მაგრამ აქვე უნდა ვთქვათ, მე მგონი და ალბათ ჩემზე უკეთ იტყვი, დარწმუნებული ვარ, სახელმწიფოების ნაწილმა ამ დეკლარაციას ხმა არ მისცა. თავი შეიკავა. და ეს სახელმწიფოები არის სოციალისტური ბანაკის ქვეყნები, ესე შეგვიძლია ვთქვათ. და მარქსი გამახსენდა, ხაცა ხალხობდი და მაგაზე მინდოდა. მათ შორის საბჭოთა კავშირიც ხო? ხო, საბჭოთა კავშირი, მაშინ თალკი ხმა ქონდა კიდე უკრაინას, როგორც მახსოვს და ბელორუსს. მაგრამ ანუ მეორე მხრივ კენჭისყრის პროცესი კიდე ცალკე არის. გენერალურ ასამბლეაზე კენჭისყრის ცალკე საკითხია, მაგრამ Herbert Humphrey დაწერა ეს ტექსტი, პირველადი ტექსტი.
ეს ტექსტი გადამუშავდა და როგორც თქვი საბჭოთა კავშირს ქონდა ყველა ხაზზე ქონდა შესწორებები და 172 შესწორება შევიდა საბჭოთა კავშირის მხრიდან ამ დოკუმენტში. არ ვიცი თავიდან სამწუხაროდ როგორი იყო ამ შესწორებებამდე, მაგრამ ყოველ შემთხვევაში აქტიურად მონაწილეობა მიიღო და თუნდაც ამ მონაწილეობის მხრივ მას თანხმობა და გარკვეული ასე ვთქვათ კუთვნილება ქონდა ამ დოკუმენტის მიმართ. ისე არ ყოფილა რომ საერთოდ გათიშული იყო ამ პროცესს და ამ პროტესტს უცხადებდა. ის მაინც ჩაბმული იყო, იმიტომ რომ ჩემი ასე ვთქვათ, შეიძლება იდეალისტური მოსაზრებაა, მაგრამ მგონია რომ ეს აქტი თავისთავად იმდენად ფუნდამენტური იყო, რომ მისთვის არ იქნებოდა მომგებიანი ამ აქტს რო. ხო, წინამდე გამიუწია, ამას არ ვამბობ, რომ წინამდე გიწევ, თან შეიკავ. ანუ შეაცვლევინა ტექსტი საბოლოო ჯამში გარკვეულ საკითხებში ისე როგორც მის მისაღები იყო, თუმცა რაღაცები არ იყო მაინც მისაღები. და ალბათ ზითადად მაინც მე როგორც გამოჩნდება 60-იან წლებში უკვე როცა სამოქალაქო პოლიტიკური უფლებების და ეკონომიკური, სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული უფლებების ფაქტებად გახლის ხდება დოკუმენტის. მან საკმაოდ საკითხი ხდება სწორედ სოციალურ-ეკონომიკური უფლებების ფორმულირებები. რასაც დასავლეთის ქვეყნები ცოტა სხვანაირად ითხოვს, ამერიკა მათ შორის ყველაზე აქტიურად და წინა ფლანგზე არ ამბობს რა შეიძლება რომ მაგალითად ადამიანის სიცოცხლის უფლება, ამ პირობითაც სიტყვის თავისუფლება და წვენის თავისუფლება იყოს ისეთივე უფლება, როგორც არის მაგალითად 30-დღიანი შობილების უფლება. 30-დღიანი შობილების უფლება. თუმცა დანიშნულოვანი 30-დღიანი შობილების უფლება. კი, არ მეორე წინააღმდეგები მაგას ოღონდ. აი იგივე თქვათ, საცხოვრისის უფლება პირობითად, უფლება საცხოვრისზე. ეხლა ეგ ამ სოციალური უფლებები არის პრინციპით, ესე რომ ქართული ანდაზა რომ გამოვიყენოთ, საბანი სანამდე გვხვდება, ფეხი იქამდე გაშალოს. კონსტიტუციასაც ეგ არ აქვს ნათქვამი პრინციპში. კი, დაახლოებით. ეგ დავა მოსარჩელე ვიყავ მაგას. ესე რომ და ის 39 მუხლი მონაწილეობდა მაგ დავაში. მან ნაწილობრივ დაგყოფილდა. აი რეალ პოლიტიკის ჭრილშიც რო ვუთხრათ ამ ადამიანს, იმიტომ უცნაურად ჩანს, ხო, ანუ ეს არის რაღაცა მეორე მსოფლიო ომი მორჩენილი ამ დროისთვის უკვე რამდენიმე წელი გავიდა, აშკარა არის რომ ცივი ომი იწყება, იქ ბერლინში ძალიან დაძაბულია უკვე ვითარება, რომელიც 4 სხვადასხვა ნაწილად არის გაყოფილი და აშკარა ხდება რომ იქ კედლის შენება დაიწყება და ასე შემდეგ, ხო? და ამ დროს ორი პოლუსის წარმომადგენლები თანხმდებიან რაღაცაზე. მაშინ არ არის ჯერ ეს პოლუსები. ხო, მაგრამ აშკარა ხდება, ხო? ანუ ეს შეჯიბრილი მიმდინარეობდა უკვე მეორე მსოფლიო ომის ბოლო წლებში, ხო, ამ ატომური ბომბის შექმნაზე და ასე. დამთავრების, ხო, და ევროპაში ომის დამთავრების მერე. კი, და აშკარა ხდება, რომ ადრე თუ იყო ეს ერთი რაღაცა ქონდა, საერთოდ ხა საერთოდ აღარ აქვს და ერთი მხრივ დასავლეთ სამყაროს და მეორე მხრივ სოციალურ სამყაროს შორის აღიმართება ეს რკინის ფარა, ეგ გარდაუვალი ამ დროს უკვე ყველა იაზრებს მაგას და ამის მიუხედავად ეს დაპირისპირებული თუნდაც ჯერ საჯაროდ არა მხარეები რაღაცაზე მაგიდასთან ხდებიან და აწერენ ხელს ერთად რაღაცა დოკუმენტს. რატო იყო ეს დეკლარაცია ასეთი მნიშვნელოვანი? აი რა იყო ისეთი რომ იმათაც მოსწონდათ და ამათაც მოსწონდათ? რატო შეთანხმდნენ ამაზე? აი პოლიტიკურად ან რაღაცა სტრატეგიულად არ ვიცი. ცალსახა პასუხი მაგაზე არ მაქვს. უბრალოდ აი მიახლოებით პასუხიც არ მაქვს მაგაზე, მაგრამ ეს პოლიტიკური და სამოქალაქო უფლებების ნაწილი საბჭოთა კონსტიტუციებში იყო აღიარებული. ეს არ იყო ის, რასაც რა თქმა უნდა ადამიანებს გამოხატვის გამო და აზრის თავისუფლების გამო ხრეწდნენ, მაგრამ დეკლარირების დონეზე მათ არ უთქვამთ, რომ ამას არ აღიარებდნენ. ანუ ეს უფლებები თავისთავად მათ მიეშთათ, რომ საჭირო იყო რომ იღიარებდნენ. ანუ სხვების დასანახად უნდა ქონოდათ, ხო? პიარულად მაინც. კი, პიარულად. როგორც სასაცილოდ წერა ტექსტი 36 კონსტიტუციაში, აი გამოხატვის თავისუფლების ნაწილი. ადამიანს აქვს ცოტა უტრიებს სიტყვის თავისუფლება საბჭოთა მიზნებისთვის. აბა როგორ? ანტისაბჭოთა პროპაგანდა იყო ყველაფერი. ხო, თუ მიზნებს არ ემსახურება ახლა. ხო, 58 მუხლი ეს სამართლის კოდექსი ეგ ეწერა ზუსტად რომ ნებისმიერი კრიტიკა იყო ანტისაბჭოთა პროპაგანდა და მაგისთვის იყო მინიმუმ 10 წელი გადასახლება ან დახვრეტა. კი. ეკა, ნახე, ამიდა კითხო ეხლა. მივიღეთ 48 წელს 10 დეკემბერს და რატოც აღნიშნავთ 10 დეკემბერს ადამიანის უფლებათა საყოველთაო დღეს. ვიცით რომ ფასდაუდებელი იყო ელეონორა რუზველტის შრომა, რომელიც გაწია ამ დოკუმენტის შექმნას და ესეც თქვით და კიდე გავიმეოროთ რომ ამ დოკუმენტმა თავი მოუყარა მანამდე არსებულ მემკვიდრეობას სხვადასხვა სახელმწიფოებში ადამიანის უფლებათა შესახებ, ხო? რაც ლოკალური აქტები იყო, მათგან რა ვიცი, ყველა ეს უფლებები ერთად შეიკრიბა. მაგრამ ამბიდან გადის დაახლოებით 2 წელი ცოტა ნაკლები 1950 წლის ნოემბერში ევროსაბჭო ხდება და ცალკე იღებს რეგიონული ტიპის მნიშვნელობის აქტს, ხო, რომელსაც ჩვენ ახლა ევროპულ კონვენციას ვეძახით. რატომ გახდა საჭირო
თუ კი ერთი არსებობს, რატო ხდება საჭირო მეორე დოკუმენტის მიკრა და რაღაც ალტერნატიული ან პარალელური მექანიზმები შექმნა. მე მგონია რომ ეს ევროპისთვის იყო თავისი იდენტობის აღიარების აქტი. ანუ დღესაც კი ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას ებობა რომ ეს არის ევროპული იდენტობის ერთ-ერთი ფუძემდებლური, ესე ვთქვათ, როგორ ქვია, cornerstone. ქვაკუთხედი, მადლობა. ქვაკუთხედი და ეს არის კონსტიტუციური მნიშვნელობის დოკუმენტი. ანუ როგორც აჩვენა მსოფლიო ომებმა იყო პერიოდი, როცა ჰობსის არ იყოს, ყველას ებრძოდა, ხო, ევროპაში. მაგრამ რაღაც მომენტში ამ სახელმწიფოებმა აღმოაჩინეს, რომ ყველა ზიანი და ყველა განადგურება მოიტანა ამან და დაიწყეს არა განმასხვავებელი ვესტფალიის ზავის შემდგომ ესე ვთქვათ. ვესტფალიის ზავის შემდგომ სახელმწიფოს ომები ყველას წინააღმდეგ ხდებოდა. არა, ანუ ესეც ვიგულისხმობ, მე-20 საუკუნეში საშინელება ხდებოდა. ანუ ზოგიერთი ერი ესწრაფოდა იმის, რომ თავის სახელმწიფო ქონოდა სუსტიერები, დიდი ერები ცდილობდნენ, რომ თავისი უმცირესობები დაადგუნათ და ეს სახელმწიფოებრიობა არ მიეცათ, ზოგიერთი ცდილობდა იმპერიებს გამოყოფოთ, ანუ ძალიან რთული სიტუაცია სურათი იყო, ძალიან რთული ევროპაში და მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ადამიანებმა ერებმა ევროპაში აღმოაჩინეს, რომ მათ განმასხვავებლის ცდემა არ უნდათ საერთო ნიშნების ის რაც მათ ამთლიანებდა ამის პოვნა და ეს ერთ-ერთი იყო ადამიანის უფლებები, იმიტომ რომ მართლა მათი ევროპული საერთო მემკვიდრეობის ნაწილი იყო ადამიანის უფლებები. აი აქ კითხავ რაღაცას მაშინ. აი შენ აღწერე 2 საუკუნე მე-18-ში ხდება ამ ძირითადი უფლებების აღიარება, უფრო პოლიტიკური, როგორც ვთქვა, სამოქალაქო პოლიტიკური უფლებების, მე-19 საუკუნე არის უფრო სოციალური უფლებების და ადამიანის ამ ევროპულ კონვენციაში მარტო პირველი უფლებები, ანუ იქ სოციალურ უფლებებს ვერ ვიპოვით. რატო შეიძლება ყოფილიყო ეს? ანუ მაგაზე რატო არ მოხდა? კონსოლიდაცია. და განათლების უფლება რაღაცა მე ხდება. დამატების პროტოკოლებშიც, ანუ არსებითაც განათლება შემოდის, განათლება შემოდის, სუბსტანციური შემოდის. სუბსტანციური რაღაცა ისეთები, რაც იყო, რისთვისაც იბრძოდნენ იდეაში, ხო? ანუ მე-19 საუკუნეში წერან ეკამ რაც აღწერა, ეგენი არ არის. მოდი, მე აღწერს სანამ უპასუხებ ეკა რა უფლებებია კონვენციაში. კი. ადამიანებმა უკეთ გაიგონ. კონვენციის ძირითად ტექსტში ხდება სიცოცხლის უფლება, წამების აკრძალვა, მონობის აკრძალვა, ეს არის თავისუფალი ფიზიკური თავისუფლების უფლება, სამართლიანი სასამართლოს უფლება, ეს არის არავითარი საჯელი კანონის გარეშე, ანუ არ შეიძლება ადამიანები დაისაჯონ კანონის გარეშე. მერე მოდის ეს არის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება, ეს არის მერე მოდის ესე იგი რწმენის თავისუფლება, გამოხატვის თავისუფლება და შეკრება და თანასწორობა. ეს ძირითად ტექსტში რაც არის მოკლედ რა. ხო, აი ეს უფლებები 50 წლის 4 ნოემბერს გამოაცხადეს როგორც ეკამკო ქვაკუთხედი ევროპული ფასეულობებს, რომელშიც უნდა გაერთიანდეს და თან შეუქმნეს მექანიზმიც მალევე მათ დასაცავად. რაც გაეროში ცოტა დაგვიანდა. კი ბატონო, თუმცა 60-იან წლებამდე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს აქტივი არაფერი გაუკეთებია. კი, მაგრამ გაეროში კიდევ უფრო გვიანი წევა. კი ბატონო. ანუ კითხვა მდგომარეობს იმაში, რატო არის მარტო ეს უფლებები, ხო? ეს ადამიანის უფლებების დაინტერესებული ხალხისთვის არის ალბათ ეს კლასიფიკაცია, მაგრამ ეს განსხვავება არსებობს ინდივიდის უფლებებსა და ადამიანის უფლებებს შორის. და ამბობენ, რომ ეს ორი სხვადასხვა კონცეფცია. ინდივიდის უფლებები უფრო მკაფიოდ არის დაკავშირებული ბუნებითი სამართლის ტრადიციასთან და აი პირველ ეტაპზე, განმანათლებლობის ეტაპზე რა უფლებების აღიარებაც მოხდა, ეს არის ინდივიდის უფლებები. ხო, აქ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ადამიანი გამოიყო თავის სივრცე შეიქმნა, თავის გარშემო მისი ავტონომიის გააზრება მოახდინა. ეს არის ინდივიდის უფლებები. 50 წლის კონვენციაში რაც არის, ეს არის რეალურად ინდივიდის უფლებები. ეს არის უფრო ფართო და უნივერსალური, ასე ვთქვათ, ადამიანის უფლებებს, რასაც ვეძახით. აქედან გამომდინარე, ეს ჩამონათვალი ძალიან ნიშანდობლივია ჩემი აზრით. ვიწრო და ძალიან არსებობს. ხო, ვიწრო, ის რასაც მართლა არსებობდა ევროპული გამოცდილება. იგივე წამების აკრძალვა. არ ვიყო ძალიან დიდი გზა გაიარა, სანამ მოხდა ადამიანების გონების დონეზე იმის აღიარება, რომ ამის კეთება არ შეიძლება. ან დაიწყეს იმით, რომ სასამართლოს დაკვირვებით ხდებოდა წამება და ეს იყო ერთადერთი გზა იმისი, რომ მტკიცებულები მოგეპოვებინა სისხლის სამართალში და მივედით იქამდე, უბრალოდ ყველა მივედით იქამდე, რომ წამება არის ყველანაირად და ყოველთვის აკრძალული. აბსოლუტურად. ამშიც კი აკრძალვა. ანუ ეს არის მართლა არაკვალიფიცირებული და აბსოლუტური უფლება, რომელსაც ხო, მონობის აკრძალვა. ანუ ყველა უფლებაზე მართლა რომ შეიძლება დაждდა და ძალიან მნიშვნელოვანი ევროპულ ისტორიას მოუყარო თავი, რაც არის 50 წლის კონვენციაში. მონობის აკრძალვას, კანონის გარეშე გასამართლების აკრძალვას და გოგცავითი ძალის კონვენცია. ასე ცხოვრეთ, მივხვდით რომ ეს არის არასწორი, რაც ვაკეთეთ.
გადავიაზრეთ და ვთქვით, რომ ამას არასდროს აღარ გავაკეთებთ. აი, ეგ არის დოკუმენტი საბოლოო ჯამში შეგვიძლია ვთქვათ, რომელმაც შექმნა მერე წინაპირობა, რომ ადამიანებს უკეთესად ეცხოვრათ. აი, ხშირად მიცი ხოლმე გახსენება ჩინური ანდაზა, რომ ჭკვიანი ადამიანები სხვის შეცდომებზე სწავლობენ, მაგრამ ჩვეულებრივი ადამიანები შეუძლიათ საკუთარზე მაინც ისწავლონ, სულელი ამაზეც ვერ სწავლობს და ნუ ევროპა მოახერხა, რომ საკუთარი წარსულის გაანალიზებით ესწავლა, როგორ ჯობია ცხოვრება. კი, და ამ გაკვეთილას მოუყარა თავი. ანუ ევროპაში გვაქვს ესე იგი ეს ევროპული კონვენცია, რომელიც არის ინდივიდის უფლებებზე, რო ვთქვათ, სამოქალაქო პოლიტიკურ უფლებებზე, მერე იქნება სოციალური ქარტია ევროპის, სადაც უკვე ეს მეორე უფლებები შემოდის და ასევე ევროპული მემკვიდრეობის ნაწილი ცოტა უფრო გვიანდელი. და გაეროშიც გვაქვს იგივენაირად ორი პაქტი. ერთი არის სამოქალაქო პოლიტიკური, მეორე არის ეკონომიკურ-სოციალური და კულტურული პაქტი. არის ერთი უფლება, რომელიც წერია ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციაში და ერთ პაქტში ვერ მოხვდა. ეგ არის საკუთრების უფლება. ნეტა რატო? იმიტომ რომ სოციალისტური ბანაკის ქვეყნები კერძო საკუთრების იმ სახით აღიარებას როგორც მხარს უჭერდა მას კაპიტალისტური ქვეყნები კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდნენ. სხვათა შორის ამბობენ რომ სინამდვილეში ზოგიერთი კაპიტალისტური ქვეყანაც ეწინააღმდეგებოდა მან ჩაწერა საკუთრების უფლებას, იმიტომ რომ მათ მიერ რომ რაღაც სიტუაციებში საკუთრების უფლების შეზღუდვა ჭირდებოდა და მაგაზე მეტი თავისუფლება. კონვენციაში როგორც წერია, ეგეთქ შეძლო ჩაეწერა დამატებით ოქროს საკუთრება წერია, он ნაკლები სტანდარტით არის დაცული. ხო, უბრალოდ იმის ხალხასაცმელად თქვი, რომ კაპიტალისტური სახელმწიფოებიც არ იკლავდნენ თავს იმისთვის, რომ საკუთრების უფლების ინდივიდუალური საკუთრების უფლება აღიარება მოხდება. კი ბატონო. ხო, მე ახლა რა მინდა ამ რაღაც საინტერესო საუბრიდან ნელა თან შეჯამებისკენაც წავიდეთ, იმიტომ რომ მეგონი ძალიან ბევრი ამბავი გავიხსენეთ. თავარი მკითხვასთან არ მისულვართ. ეს ყველაფერი კარგი იყო თუ ცუდი იყო, ანუ სუვერენიტეტთან რა კავშირი აქვს და გვჭირდება თუ არა დღეს. ხო, აი მაგ კითხვა მე შეჯამების ნაწილში აქ მინდა მივიდე ბოლოში, რომ ეხლა გავიგეთ რომ უფლებები საყოველთაოდ აღიარებულია. ჩვენ საქართველოს როგორც გაეროს წევრი ქვეყანა ვართ ამ ხელშეკრულების მონაწილე გულისხმობ პაქტებს ამ შემთხვევაში და დეკლარაცია ჩვენთვისაც ეს ვთქვათ მნიშვნელოვანი დოკუმენტია როგორც გაეროს წესდება თავისთავად ჩვენ ვართ ევროსაბჭოს წევრი ქვეყანა და ევროსაბჭოს ყველა წევრი ქვეყნის სავალდებულოა ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა შესახებ კონვენცია და ეს კონვენციაც არაერთხელ გამოდგომია ჩვენს მოქალაქეებს მათ შორის ხო ასანიძის საქმე იყო ყველაზე ცნობილი ხო ან ვთქვათ მე მოგვიანებით სამბინ საქმე ყოფილა როცა ადამიანებს თავის გადარჩენა რომ უნდათ როცა საკუთარი სახელმწიფო ურღვევს იმ უფლებას რაც კონსტიტუციაში უწერია და კონვენციაში სადაც ხელი აქვს მოწერილი ამ ჩვეულის ევროსასამართლო ხო ანუ რაღაც ერთგვარად ევროპა ადამიანების თავში დაკავშირებულია სამართლის პოვნასთანაც საქართველოში ეს იმიტომ რომ რამე აქვს პრობლემა აქვს აქაურ სასამართლო ბურუსეთთან თუ პრობლემა გაქვს შეგიძლიათ წახვიდე ევროსასამართლოში ამის იმედი გაქვს მაგრამ აი ჩვენ ხშირად გავიგებთ ჩვენს მეზობელ არაკეთილმოსურნე სახელმწიფოში ყველაზე მეტად ალბათ ჩრდილოეთით რომ ვინ ეკითხება ანუ სამ წევრი იყო ევროსაბჭოში ვინ ეკითხება ევროსასამართლოს ჩვენ გვაქვს ჩვენი სუვერენული დემოკრატია და კონსტიტუცია კონსტიტუცია და სუვერენული გაგება ადამიანის უფლებების აი ამ რაღაც ამ манипуляციურ აზრზე მინდა კარგად ავხსნათ სინამდვილეში ადამიანის უფლებების საერთაშორისო დონეზე აღიარება და დაცვა არის თუ არა სახელმწიფოების სუვერენიტეტში ჩარევა აი შენ როგორ გესმის ეს? სულთა სამართლებრივად პასუხი იქნებოდა ის, რომ პაქტას უმციროანდა, ანუ დადეხო შეკლებას უნდა შეასრულო. მარტივად ეს მართლა ისეთი ურღვევი პრინციპია სამართლის. მეორე საკითხი არის ის, რომ დასაწყისში დავიწყეთ იმაზე საუბრით, რომ ადამიანის უფლებები არის ეს წარუვალი ღირებულება და სახელმწიფოები იქნებიან ადამიანის უფლებებისთვის. ადამიანები კი არ იქნებიან სახელმწიფო სამსახურისთვის, პირიქით მუშაობს, ხო? აქედან გამომდინარე, თუ სახელმწიფო არ ღვევს ამ უფლებას, ვერ იცავს ამ უფლებას, კრიტიკულად მნიშვნელოვანი რომ არსებობდეს რაღაცა ინსტანცია, რომელშიც სიმართლეს იპოვი ამ ზღვის დაცვა შეგეძლება. ადამიანის უფლებები თავისთავად ძალიან რთული კონცეფციაა, იმიტომ რომ ერთის ხრივ ადამიანის უფლება გულისხმობს იმას, რომ სახელმწიფოს უწესებს ხო არც, შენ რაღაცები არ შეგიძლია გააკეთო, მაგრამ იმავდროულად შენ ამ სახელმწიფოს მექანიზმით გინდა რომ ეს უზრუნველყო, ხო? ანუ თან ვისაც ებძვი, ის შენი მოკავშირეც არის, ძალიან რთულია ამ ბალანსის დაცვა, რომ თან მოკავშირე იყოს და თან შეაჩერო და უფლებით შეზღუდული სახელმწიფო. უფლებით შეზღუდული სახელმწიფო ქონდეს, ძალიან რთულია ამისი მიღწევა, მაგრამ თუ ჩვენ ამაზე პრინციპის დონეზე ამაზე ვთანხმდებით, რომ ადამიანს ეს უფლებები აქვს ჯერ და მე იქნება სახელმწიფოების ეს უფლებები დაიცვას. წინარე სახელმწიფოების სიკეთეები. კი ბატონო, ანუ ამ შემთხვევაში ალბათ შეგვიძლია რომ სოციალური კონტრაქტის ძალიან გაკრიტიკებულ თეორიას დავდეთ, მაგრამ ინტუიტიურად ჩემთვის მუშაობს. არ ვიცი თქვენ როგორ გქნათ ამ საკითხს, მაგრამ ჩემთვის ყველაზე მარტივი
თეორია იმის გასაგებად, მაგალითად რა ხდება ჩვენთან, რა ხდება ჩინეთში, რა ხდება დასავლეთ ევროპის ქვეყნებში და ასე. ყველგან მუშაობს ეგ თეორია. ხო, ანუ ჰობსმა როცა დაწერა მაგაზე, ის კი არ ვთქვამს, რომ ოდესღაც ადამიანები შეიკრიბნენ და ეს ისტორია არ არის. ეს არის აბსოლუტურად აწყოს ახსნა, ხო, ანუ ჩვენ რომ მოგვაცილო სახელმწიფო, რა ტიპები ვიქნებით ადამიანები, რომელსაც აქვს ყველაფერი შეუძლია, მაგრამ იმედროულად არის მუდმივი საფრთხის ქვეშ. ქაოსური წესრიგი აქვს ესე ვთქვათ და შეიძლება შექმნა ორგანიზებული წესრიგი ესე ვთქვათ. ხო, შეგვიძლია შექმნა მიაღწიო თანაცხოვრების უფრო კარგ პირობებს. ხო, ანუ ორგანიზებული წესრიგს ვეძახით მაგას, ესე რომ ვთქვათ, იმიტომ რომ ჩვენაც ქაოსურ წესრიგში კი არა ვართ, ბუნების წესრიგში კი არა ვართ, არამედ ჩვენ გვით ამ ორგანიზაციულ სტრუქტურებს, რომელთაც ამ წესრიგში უკეთესად ვიქნებით, მე დაცული ვიქნებით. მოდი ესე შევხედოთ რა, ანუ ეს ეშმაკის ადვოკატის მხრიდან რა, ანუ ეს მთელი მსჯელობა გამომდინარეობს იმ დაშვებიდან, რაც ეკამთქვა წეგან, რომ ჯერ ადამიანის უფლებებია და მე სახელმწიფო, რომ სახელმწიფო უნდა ემსახურებოდეს ადამიანს და არა პირიქით, მაგრამ პერიოდულად ჩნდებიან და ძლიერდებიან და ასე შემდეგ მოძრაობები, თუნდაც სახელმწიფოების და ასე შემდეგ, რომელიც პირიქით ფიქრობენ, რომ სახელმწიფო არის ის, რასაც უნდა ემსახურებოდეს ადამიანი და თუნდაც ნამენტანი ლიბერალი ხალხიც კი, როგორც არის ბატონი კენედი მაგალითად, ამბობდა, რომ ის არ კითხო შენ თავსო, ხო? ის კითხე შენ რა გაუკეთე სახელმწიფოს, ხო? ანუ რას პასუხობთ იმ ადამიანებს, რომლებიც ამბობენ, რომ მე არ მჭირდება სხვა ქვეყნის ჩარევა იმასთან დაკავშირებით, როგორი სასამართლო როგორც წესრიგი ასე შემდეგ უნდა მქონდეს, თუ უფლებების ნაწილი არ იქნება დაცული, არ აუშვებს, თავარია სახელმწიფო იყოს ძლიერი და როგორც რაღაც ჩვენი ეს მეზობელი იტყოდა, თავარია ეს ძერჟავა იყოს და ადამიანებს არ აქვს მნიშვნელობა. აი, რატო არის ესეთი წესრიგი, ესეთი მოწესრიგება უკეთესი? როცა ადამიანის უფლებები არ აქვს? როცა ადამიანის უფლებები აქვს. როცა ადამიანისთვის მუშაობს სახელმწიფო და არა პირიქით. ხო, ანუ კითხვა არის ესეთი, რომ ეს რატო უკეთესია ამას ხო? ნუ მარტივად პასუხი არის ის, რომ თუ შენ გააქვს ამისი აღქმა, რომ შენ გაქვს უფლებები, ამ უფლებების გარშე ცხოვრება არის ძალიან ძნელი. როგორც კი ამ უფლებებს კარგავ, მაშინ ვახარ ჯოჯოხეთში. ანუ მე მჯერა რომ ჩვენი ბევრი თანამოქალაქე ახლა თავის გზნობს ჯოჯოხეთში, იმიტომ რომ ხედავთ რომ ეს უფლებები რაც მოვიპოვეთ არის საფრთხის წინაშე. ეს არის რაც გვეკუთვნის, ხო? ანუ რო არ მქონოდა ამის რეალიზება საბჭოთა კავშირში დავიბადე, მაგრამ ალბათ ცოტა კიდევ უფრო ადრე რომ მეცხოვრა, რამდენიმე დეკადი ადრე, საერთოდ რომ არ მქონდა ამის რეალიზება, მეგონებოდა რომ კოლექტივის ნაწილი ვარ და რაღაც სიკეთე უნდა შევქმნას და ახლა მივიდა, ეს არის ჩემი აზრი. რა თქმა უნდა, შეიძლება ეს წესრიგი, რომელიც რაღაცა სიკეთეს, რაღაცა ძირითად სიკეთეებს მაძლევს, შეიძლება ჩემთვის მისაღები ყოფილიყო, მაგრამ ჩვენ აბსოლუტურად სხვა გამოცდილებები გვაქვს. ჩვენ ვიცით რა არის თავისუფლება, ვიცით რა არის ავტონომია და ვიცით რა ანუ ბედნიერებასაც კი ვერ დავარქვა, რაღაცა ძირითადი საჭიროება არის ჩემი, რომ ჩემი გადაწყვეტილებები ჩემს ცხოვრებასთან დაკავშირებით მივიღო მე. ანუ თუ ამას წაიღებ ჩემი ცხოვრებიდან, საერთოდ ფასი არ აქვს ჩემს ცხოვრებას. და როგორ შეიძლება რომ იცხოვრო სახელმწიფოში, რომელიც ამას არ გაძლევს, რა უნდა მოგცეს ამის სანაცვლოდ სახელმწიფო? თავისუფლებაზე უკეთეს. თავისუფლებაზე უკეთეს, ხო? საკუთარ ცხოვრებაზე თავისუფალი ხო, ეგ არის შენი თავის განკარგვის უფლებაზე მეტი რა შეიძლება მოგცეს სახელმწიფო, რომელიც გიყენებს როგორც რა ვიცი. ცოტა ლეგალისტურ არგუმენტსაც მოვაშველებ ამ ამბავს და ეგ ლეგალისტური არგუმენტი აი ეკაც ახლა აბსოლუტურად სწორად ამბობდა, რომ ახლა ჩვენ მოგწონს არ ვიღაცებს მოწონთ არ მოწონთ სოციალური კონტრაქტის თეორია, სხვა ამბავია, ხო? ეგ არ არის ახსნა წარსულის. არ არის. ხო. ისტორიული არის. ხო, ენგელსი შეიძლება უფრო მართალი და ეკონომიკური თეორია წარსულის ახსნა შეიძლება უფრო სწორად, ან რა ვიცი ფსიქოლოგიური თეორია, არც ბევრი თეორია არსებობს, ხო? მაგრამ თავარი ის არის, რომ თუ კი ჩვენ ვამბობთ, რომ კონსტიტუცია არის სოციალური კონტრაქტი, ამას კონსტიტუცია გონება ჩვენ ვამბობთ რა, ჩვენ საქართველოს მოქალაქენი, რომელთა ურყევი ნება და ვწერთ რაღაცებს, რა არის ჩვენი ურყევი ნება, იქ წერია, რომ ადამიანის უფლებების და თავისუფლების დაცვა. ამიტომ ვქნით სახელმწიფოს. ან კონსტიტუცია არსებობს რაღაც მიზნებისთვის და კონსტიტუცია აქვს დამფუძნებლური ხასიათი, ესე ვეძახით, ხო? ანუ ახალი კონსტიტუციით ფუძდება ახალი სახელმწიფო. ეს ანიშნავს, რომ შენ წინა პერიოდში ესე ამერს არ ქონდა სახელმწიფო. ქონდა, მაგრამ კონსტიტუცია ხელახლა აფუძნებს ახალ რესპუბლიკას, ესე დავარქვათ, ხო? და კონსტიტუციის მეხუთე მუხლი, სამართლების სახელმწიფოს მუხლი პირდაპირ გეუბნება, რომ სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ადამიანურ ფასეულობებს. ხელისუფლება და ხალხი შეზღუდულია ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით. ნახეთ, ანუ ამას ჩვენ კი არ ვამბობთ, რომ ეხლა ეს რა ქვია, რიგითი მოქალაქეებმა გადავწყვიტეთ, რომ ვიღაცას ხელისუფლებაში ვაიძულოთ
შეიზღუდოს რაღაც ძალაუფლება, იმიტომ რომ ჩვენ გვინდა, არა. მათ ძალაუფლება, ვინც ხელისუფლებაში არიან, იქნებიან ან იყვნენ, გადაეცათ იმ პირობით, რომ ის რაც საყოველთაოდ ჩვენს უფლებებს წარმოადგენს, ისინი უნდა ცნონ და დაიცვან. და საყოველთაოდ რა არის უფლებები, ამას სწორედ ის აქტები წარმოადგენს და ასე ვთქვათ, აღწერს, რომლის მონაწილეც სახელმწიფო იყო ან იქნება. აი გარი მე მგონი ამის სამართლებრივი ახსნაც, რომ სუვერენიტეტის შეზღუდვა კი არ არის, არამედ ადამიანის უფლებების დაცვა მიზანია სახელმწიფოსი, რომელსაც საკუთარი სუვერენიტეტი მათ შორის უნდა იქნეს, ამ სახალხო სუვერენიტეტიდან მომდინარეა ხო ის სუვერენიტეტი, რომელზეც საერთოდ ვლაპარაკობთ, ანუ ერის ინტერესი ეს არის, რომ ადამიანებმა იცხოვრონ აქ ბედნიერად და ადამიანის უფლებები იყოს დაცული. ძალიან კარგი არგუმენტებია ორივე, მე მაქვს ჩემი ნაივური არგუმენტი, მაინც ვიტყვი რა. ანუ ეს არგუმენტი absolუტურად გასაგებია, რომ პაქტას უმცერვანდა და შეუერთდი იმ ხელშეკრულებას, უნდა შეასრულო და ასევე რომ ჯერ არის ადამიანის უფლებები და მერე სახელმწიფო, ლეგალისტური არგუმენტიც რომ ეს კონსტიტუციაში წერია და უნდა გააკეთო, აბსოლუტურად სწორია. მე უფრო ვფიქრობ ხოლმე, აი თეორიულად წარმოვიდგენ, რომ აი ხვალ იმართება რაღაცა რეფერენდუმი რა. ახალი კონსტიტუცია დასწერ და აი ხალხი მსჯელობს იმაზე, ესეთი რაღაცა უნდა ჩაიწეროს თუ არა ევროსაბჭოში, აი ხვალ მსჯელობთ, უნდა შევიდეთ თუ არა ევროკავშირში, ხვალ მსჯელობთ, უნდა შევიდეთ თუ არა და მივცეთ სტრასბურგებს, ლუქსემბურგებს და გაეროებს, ჟენევებს, რაღაცა უფლებამოსილება ჩვენი უფლებების დაცვაზე ჩვენივე სახელმწიფოს წინააღმდეგ. და აი ნაივური ალბათ, მაგრამ მე მგონია, რომ უბრალოდ ყველაზე ძირითადი არგუმენტის გამოც ეს არის სწორი და არა სხვანაირად, როცა სხვა გაკონტროლებს, როგორ იქცევი და სახელმწიფოს ვიღაცასთვის მიზნებისთვის გიყენებს, როგორც ობიექტს, როგორც საშუალებას, არა როგორც მიზანს, ეგ არის ის, რომ ეგ არის უსამართლო უბრალოდ, აი ეს არა თავისუფლება ადამიანს რომ არ აქვს თავისუფლება რომ განკარგოს საკუთარი თავი, აი ეგ არის უსამართლობა. აი ყველა პროტესტი, რომელიც ხდება თუნდაც დღეს, ან რომელშიც ადამიანები იღებენ მონაწილეობას, სულ ერთია რა ასპექტიდან უყურებენ, იმიტომ აკეთებენ ამას, რომ გონიათ, რომ ეგ არის უსამართლო. და მე მგონია, რომ იმიტომ თანხმდებით რა ამ ყველაფერზე, რომ ეს არის ჩვენი inherent შინაგანი უსამართლობის გამოხატვა, ხო თანდაყოლილი აღქმა, რომელიც შეიძლება სხვანაირად იყოს ეს მე-19 საუკუნეში მონობის დროს, მანამდე თუნდაც ასე შემდეგ აბსოლუტიზმის დროს, მაგრამ ყოველთვის არსებობდა ადამიანებში ეს უსამართლობის განცდა და რომელიც მოდის იდეაში ღირსებიდან მოგეს. და მიდიოდა აი ესე საცობივით და ამოხეთქა და ეგონების გააზრებიდან, ესეც დაიწყო ეკამას მე მგონი დღეს საუბარი, რომ ამიტომაც არის ადამიანის უფლებების ვლაპარაკობთ ხშირად, რომ ყველა უფლების აწყისად ღირსებას მიიჩნევენ და ხო, საბოლოოდ ეგ არის. მოგეთ ყველა ღირსებულ ადამიანს გაუმარჯოს და ღვინოსაც გაუმარჯოს. მადლობა ეკას ჩვენთან ამ ძალიან საინტერესო საუბრისთვის ვიტყოდი და მე იმედი მაქვს, რომ ჩვენ კიდე მოგვიწევს აქ. მომავალზე სასაუბრო გვაქვს, საით შეიძლება მიდიოდეს ადამიანები. ეს ძალიან რთული საკითხია. იმიტომ რომ ამბობენ, რომ ადამიანის უფლებები ბოლო უტოპია. წიგნის სათაური ასეთი და ანუ ეს ის არის, რამაც ეხა განიცდის კრახს და შეიძლება ჩანაცვლოს რაიმე სხვა ფილოსოფია, მაგრამ მართლა გულწრფელად ვჯერა, რომ ეს ის არის, რაც ჩვენ თან დავგვყვა, რასაც რაი როგორც ჩუბს ვერ დაბალაკაბის კალთაში ისე დაფარა ადამიანის უფლებებს და თუნდაც რამდენიმე საუკუნე დაიძინოს, იმედი არის რამე არაყაროს აღარ მოხდება, ღმერთო დაგვიფარე, მაგრამ თუნდაც რაღაცა ეტაპზე ადამიანებს დაუჩლუნდეთ ამისი აღქმა და რაღაც სხვა მიმდინარე ინტერესებმა გადაფარონ ამისი ცოდნა და ამისთვის ბრძოლის მზაობა. ადამიანის უფლებები არსად არ წავა. ადამიანის უფლებები ყოველთვის იქნება აქ, სანამ ადამიანები არიან. იმიტომ რომ ჩვენშია. გაჩაფასი რა მოგიწევს გადახტარო ისე გავიხსენებთ. ხო, ადამიანის უფლებები აფია არის. წინაჯერზე ძალიან ძვირი გადავიხადეთ, როგორც მაგრამ ყოველთვის გავიხსენებთ. ასე დავამთავრებთ. ეხლა მოდი ღვინოზეც ვთქვათ. ორიოდეს იქვა. ხო, არ ესე ვთქვათ, რა ვიცი. ძირითადი არომატები მაინც რას ფიქრობ, საბა შენ დავიწყოთ. ხოხნაშო საქმე ხედავ? არა, ხო. შენი გემოში თუ ეგ არის კი. შენ ხო არ შეგიძლია რამე აი აღწერო? მე ხა მეშინია რომ ძალიან სამართლო რაღაც არ არა, არ არსებობს ეგ. ეგ არის შენი ენა რასახი კონტექსტი. ჩემზე სამართლოს ვერ ვიტყვით ან. მაგრამ როგორც გურული მგონია რომ იზაბელა არის. ხო, არა. რაღაც უბრევია. ერთი რაც ვიცი არის რომ ხო ძალიან სპეციფიური რაღაცნაირი ყვავილების ბუკეტი იგრძნობა. კი, ხო. და ეს არის რაღაც ახალია, ხო რაც უცხოა. პინოსაც გავს ჩემი აზრით, ფრანგულ პინოსაც გავს რაღაცით ეს ღვინო. ახალგაზრდაც და საშუალო ასაკისაც, რომელიც ახლა არის. და ეს ჯიში, რომელსაც ახლა ჩვენ ვსვამთ, ძალიან იშვიათი ჯიშია.
იმერეთშია ძირითადად გავრცელებული და ეხლა გამოქვეყნდა კვლევა ერთ-ერთი რომელიც ვაზის ჯიშებს სულ იკვლევენ ხოლმე მოკლედ ერთი ძალიან საინტერესო საერთაშორისო გამოცემაში, საერთაშორისო კვლევარი მათ ჩაატარეს. მთელი მევენახეები და მეღვინეები, მევენახე პროექტში ებრძვიან ჭრაკს. ჭრაკი არის ერთ-ერთი ყველაზე ვაზის დაავადება, ხო? კი, სოკოვანი დაავადება, მე-19 საუკუნიდან გავრცელდა ევროპაში და ძალიან დააზიანა მთლიანად ევროპული ყურძენი, მილდიუ ესევე წახით ხოლმე, ქვია. და იკვლევენ სხვადასხვა ვაზის ჯიშების გენომს, რომელსაც წინააღმდეგობის უნარი და ამ ჯიშმა გამოავლინა ერთ-ერთი საუკეთესო უნარი, რაც შეიძლება მე გამოყენებული იქნეს სხვაგან და სხვა ვითარებაში, იმიტომ რომ ხა ევროპაში მაგალითად ამ ჭრაკს რო ვეღარ უმკლავდებიან ნაწილ ქვეყნებში, ეგეც პივი ეგეთი ჰიბრიდული ჯიში არ არის, რაღაც ვთქვათ, გენმოდიფიცირებული არ ქვია ბოლომდე, მოკლედ ცალკე მიმართულება, რომელსაც ქმნიან, რომ რაღაც მომავალ საუკუნეებში ვაზი გადარჩეს, იმიტომ რომ ჭრაკი ცოცხალი ორგანიზმია, სოკო ვითარდება, შენ აქედან იყენებ ძირითადად სპილენძის პრეპარატებს, აი ეს მუდმივი ბრძოლა. ძლიერდება ის და ასე შემდეგ. ეხლა რა ძლიერებს, როგორც ანტიბიოტიკია, რაც უფრო მეტს ასხამს ადამიანი, არაპროპორციულად და არასაჭირო დროს და სამწუხაროდ ძალიან გავრცელებულია ეს როგორც ანტიბიოტიკების ისე მოხმარება, ეს უფრო ძლიერდება და მეორე წელს უფრო ძლიერად გიბრუნდება უკან. და აი ამ ჯიშმა აჩვენა ეგ რო ეგ ერთ-ერთი გამძლე ჯიში არის. მაშინ არ უნდა იყოს იშვიათი. იშვიათი ჯიშია. არ უნდა იყო და უნდა მოვამრავლოთ. და მოკლედ მე ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო ჯიშია და მეღვინე რომელიც ამ ღვინოს აკეთებს კიდე არის ძალიან კარგი იმერელი კაცი. არჩილ გუნიავა, შეიძლება გსმენიათ მის შესახებ სოფელ კვალითიდან, რომელიც აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, იმავე ფასეულობის მატარებელია, რაზეც დღეს აქ იყო მსჯელობა და საუბარი და არჩილ ძალიან ბევრი კარგი ღვინო აქვს, მაგრამ მე ვფიქრობ ეს გალობლიშვილი არის განსაკუთრებული და მისი შვილის სახელი ქვია თან. ნინოსი, ნინოს გალობლიშვილი, ესე ქვია, ეტიკეტი ძალიან ლამაზი აქვს. 2021 წლის ღვინოა. და ჯიში რა არის? გალობლიშვილი ქვია. გალობლიშვილი ქვია ჯიშს? კი, გალობლიშვილი არის ჯიშის სახელი. ხო, არჩილ გუნიავა მეღვინე. აჰა, კი, დავიმახსოვრე, არ ვიცოდი საერთოდ. აი, ჩემი ფავორიტი ღვინოა ეს ერთ-ერთი იმერულ ციკლ ღვინოებში და ძალიან მიყვარდა, რომ არჩილმა აქვე ვიტყვი, რომ შარშან შემინახა საკუთარი ვაზის ნასხლავის კვირტები, დავამყენით და შარშან ჩავყარეთ ჩემთანაც ვაზიმ გალობლიშვილი ეს რომ მეცმედება. წარმატებები მაგრამ ბავშვი. მადლობა არჩილს ამ შესანიშნავი ღვინისთვის ნამდვილად. გულები. დამოვიდა მანამდე მეთქვა, მაგრამ ძალიან გემრიელი. ხო, მე ძალიან მიყვარს ეს ღვინო და ყველასგან გამორჩეული და საინტერესო ღვინო. მადლობა. პირველი 10-იანი. მადლობა თქვენ, ეკა, მადლობა კიდევ ერთხელ, მადლობა საბას და მადლობა არჩილს. მადლობა თქვენს, ვინც გვიყურეთ და მე მგონი რაღაც საინტერესო ახალი ამბები გაიგეთ, ძველი ამბები ახლებურად მოყოლი გაიგეთ ჩვენი პოდკასტიდან. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ყოველ პარასკევს 22 საათზე დაიდება ჩვენი პოდკასტის ჩანაწერები, თავისუფალი მაგიდა და იმისთვის რომ თვალი გვადევნოთ, აუცილებლად გამოიწერეთ YouTube არხი მისმენა.